ვისო ტელეფონზე ხო არ დაიწყებ ლაპარაკს, ესე ხო არ დავიწყებთ מחר გადაცემას. მიდი, ხა. რეკი არ იყო ჩართული, კალა ლაპარაკობდა და უბრალოდ და როგორი არა პროფესიონალი რომ ჩართული არ იყო ჯერ და ტელეფონზე ლაპარაკობდა. არა, გეგონა ჩართული იყო, აცის შეცდომა იყო რომ ვინჩესტერი არ ეყენა და დღეს მეგობრებო, ჩვენ გადაცემაში ეს რუბრიკა დავამატეთ. ჩვენი გულშემატკივრები მოგყავს. და გაგაცნობთ, თქვენც არ იცნობთ ალბათ ამ ადამიანს. დავით ნინიაშვილი იქნება დღეს ჩვენთან ერთად და ვილაპარაკებთ ალბათ სპორტზე ნაკლებად უფრო გავერთობით. მადლობა რომ მოხვედი. დღეს ვილაპარაკებთ ფეხბურთზე. ეს ჩამირთეთ ეს არა. როგორ ხარ აბა? მოგესალმებით პირველ რიგში. გამისწორდა ხო ვერ მოვიდა მიკროფონი. პირველი შენიშნა ეგ. ეგ არ მოგლიჯა შეჭრა. ზემოთ ჭიკავებოდა ბოზი. რა ანებე თავს. მოგითხარ, ნუ და ეგ არის მომყოლი, ანუ ნახე როგორც გამოწევს სო ანუ შენ დამღამებული გაკეთე. არა, დამღამებული შენ გონია რომ გიბზვის გაიგე და რაღაცე ვალეოის უკეთებდი. არ გინდა, უბრალოდ აი ვითომ რადიოში ხარ ნამყოფი. არა, არც მე. რამე სხვა მაგალითი ვინდა რა. აი მაშინ პირში ჩავიდე. სო მოწესრიგდი? არიც ვინ ვარ და. ყვარაც მაკაცი. ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი. კიდე რა ვიცი ფეხბურთი. ლორიასთან ახლო მდგომი. ეს ჩამირთე რა გეხვეწები. ნახე აი იმდენ არაფერი სათქმელი არ აქვს რომ პიანინო ჩამირთეთო ანუ ვერაფერს გქონება. ანუ რა ვქო რეგს უყურებს შეჩება ყველა რო უყურებს მაშინ. აუ ისე სიმართლე გითხრა YouTube-ზე ბევრად მოსაწყენი ვიდეოები გაქვს ვიდრე ლაივში. ლაივში ზარი არა. იგივენაირად შემიძლია გითხრა რა. რო ყურების დროს ბევრად აი უღიმღამოდ დარბი ხარ და ვაფშე რა მუღამს ვერ უწერ. ვიდრე ცხოვრებაში ბევრად კაი ტიპი ხარ, იმიტომ რომ მინიმუმ იქ ნანახი არ მყევ ხარ, გაიგე. მახა რას გამორჩევდი აი დავითის სკილსეტში? რო თამაშისას. რო გარბის? რო გარბის, აი ეს ამოიღლებულ ბულთრიობი აქვს რა. ეგ არის გენიალური კადრი მართლა. რომელი კადრი იცი ეგ? აი ბურთი რო გიჭერ და გარბიხარ რა. ზოგადად ეგ კადრი ხო იქნება რა, ისე ხო არ იქნება რა, არ იქნება. არა, არა, გეუნა ნახი მაგ. ოპა. და გავიგე ჩენზე რომ უყურებსო გადაცემას და ზოგადად YouTube-ს უზიხარ ქართულს თუ კი უყურებ. რა გადაცემას უყურებ? ცუდი ხელოსანი იცი გავიგე. კი. აი თქვენ ნახე ვინ მიყურებს? შენ ეგდე ეგრე. მოიცა დავა არ იცის ვინ უყურებს, მაგრამ კაროჩე არა, ცუდი ხელოსანი, ცუდი. აი როგორც პირველი ადამიანი ხარ, ვინც ეგ არხი ახსენა რომ უყურებს და რას იწყვი აი მოიცა სხვა რაღაცას სხვა უყურებ თქო ანუ მაგის გარდა თქო აი რაც გაცია მაგას უყურებ რა YouTube-ს თურმე მახარ სვარკა არის ეგ უყურე არ გიჩვე მართლა აი გაცოცხლებული შოუ მევასება ერთი მე გეტყვი ძველი არსებობდა საერთოდ მოიპარეს ის უფრო ბევრად კაი არის ეგ აკოს თითი ეგრევე არ შეუძლია რა ხო შენსაც ეხა ჭამის იმებს უყურებდი ეხა მოიგონა ამან აქამდე არ არსებობდა ადამიანები სხვანაირად მიირთმევდნენ და ამან მოიგონა ეს უნიკალური სტილი და მე უკვე ცუდი ხელოსანი პროსტა მისწორდება რაღაც გადაობებს აძრობ ხოლმე მაგარი მაგი და გააკეთე ის ხო არ ყიდი ბიჭო მანქანას ხო ყიდი შენ მანქანას უცვლი მაგი დავამატებ შეშემა აი ამასაც მოგცემ 200 ლას ხო ესა და 800 ლარი წიოთა რა გაზარია კაი ეს ჩვენ ახლა გული გაგვიკეთე რომ ჩვენც გვიყურებ ორივეს მაგრამ იდე ვის არ უყურებ ეგ ვის არ უყურებ არ უყურებ ვის არ უყურებ აი ფეხბურთელები ვიცი რომ მაფიას უყურებენ მაგრად მაფიას მორაგბეებში პოპულარულია ეგრე ჩვენ უფრო თამაშობთ რა ისინი თამაშობენ როგორც უყურებ ანუ უყურებით ახლა ვარ მოგატყო ძალიან ტვინი მებურღება ხოლმე რა რომ მოусმინოთ ამას შენ მაგრად თამაშობ ვიცი ბასტო თამაშობს კიდე ძალიან მაგრად რა ბასტო ბიჭო მახარ შენ მახარას თამაშზე ანუ იმან ხო შენ თამაში შეაფასა მახარას თამაში თუ გინახავს და რო შეაფასო როგორ თამაში მაფიაში შოუმენი შენც არ მიკითხავს სხვათა შორის ხო მართლა შოუმენი MVP გახდა ერთხელ მე როგორ მეცაც ძალადობი ძირითადად ძალადობით ხდები ხოლმე MVP იმიტომ რომ ეკადრები ამოჭრილია ხოლმე მანამდე რაც ხდება რა და ის არის MVP გახდა რომ მაგიდაზე ყველა ამის სცენი მოკვდა და ეს დარჩა მარტო. რატო და? თვითონ მოკლა ხო და? არ თვითონ არ მოვუკლა სხვათა შორის, მაგრამ ბოლოს ისეთი სახე მიიღო თვითონ ამან მოიგო თამაში მარტო, მაგრამ ნუ MVP გახდა კი. რას იზავ? ყველაზე კიდეში ჩემ არ ვიცი თამაში. სხვათა შორის აი ფეხბურთელებთან რა G2G აკეთებს ხოლმე ონლაინში, ხანდახან გვითამაშია რა, ყვარაც ყოფილა ზურიკოც და თქვენს თუ გეკეთებათ საშუალება, მე იმას ვქნათ რა ქვია. ვითამაშოთ. ყვარაც ყოფილა ზურიკოს, ანუ სხვა არავინ არ არის. ლორია რატო არ იყო? ლორიასთან არ მითამაშია ხო? რატო არ იყო ეხლა მე რატო არა როგორ არის გესა ყვარაც იყო ანუ
თითქოს რაღაცა მიუღწეველი გააკეთეთ. დანარჩენი რამდენი კაცი რჩება შეჩემა? 200-ს გარდა არავინ არ იცი. 200-ს გარდა? ნაკრებში 5 კაცს გეტყვით. ვიცი მაგარი კაცია. აი ვინ იცი კიდე ფეხბურთიდან? აი რაგბი არ იცი ბაზარია. რა არის ეხა ეს კამოფლაჟი ეხ გაგაოცებს ის რაღაცებს სიტყვის. რაგბი არ ვიცი. მაგრამ რამდენი მორაგბეში ჩამოთვლი ისი აი 10 მორაგბეში ჩამოთვლი. აი ოღონდ სოფლიო მასში საქართველოს ნაკრები განვასხვავე ტოჩინოში და გორგოძე ერთმანეთისგან შეიძლება 4-ზე ავიდე. ხო გორგოძე იცი. კიდე? რაღარმა შუტკა ვთქვი და ვაფშე ვერ გაიგეთ, ხო? შუტკა თქვი? აი მე დაში მეც დავფიქრდი ხა რომ მეთქი. ახლა რა იცი რა იმდანად ღრმა იყო რომ ცოტა მერე დაგვეწევა ალბათ. მე რაგბიში სხვა შორის ხა ბახარას კიდე უცინი, მაგრამ არც მე არ ვარ ეგეთი ღრმა ჩახედული და შენ თუ მოგვიყვები რაღაცებს და გაგვარკვევ. რა საჭამთ რა. აი რა რითი ცოცხლობ. აი რა საჭიჭავ. შენზე ვიცი სისულელებს. შენზე ვიცი რომ სერიოზული პრესა გაქვს და ვიცი რომ მიიჩნევი. ყვირის პალტრა ამისია. და ყვითელი ძირითადად ყვითელი. ყვირის პალტრა ფლობელი, ყვირის პალტრი და დასავალ. მაგიტო პირველ გვერდზე სულ. რა პრესა გაქვს? შეხვა ჩამოსხებ. ესე ამბობენ ხოლმე სპორტს. გავითარება უნდა რეგბიში და პრესი უნდა მეთქვა ბოდიში. შეტენე პრესა გაქვს და ტელევიზია და რუსთა გულისხმობ რომ იწერებენ, მოიაზრებენ. არა, მე შანსი გამომიშთა პატარა დაჟმეკო ხ გააგზავნეს ციზახ. თორე ვიცი რაც თქვი. კარგი პრესა აქვს, ხო გაგიგი ეგეთი რაღაც. მე ჩემ იმედია ჩემგან არ გაგიგია. იმას არ გაუგია ვიცი. რა საპრავებს? ბიჭო, არ გაუგია ვაფშე. ხვდები შეჩემა რა საპრავებს? რას? არა, ბოდიში. კარგი პრესა აქვს, ესე ამბობენ ხოლმე რა, რომ ადამიანს კარგი პრესა აქვს, ესე წერენ რომ მაგარია ძალიან და პრესაში იწერება მის შესახებ, რომ გლეჯს მთებს, გაიგე? შემიძლია რომ გამოვიყენო ხოლმე ეს. ამირანი. ამირანი ვიჯაჭულია. მაგრამ გამოგლიჯა, გამოვიდა, კი ბატონო. საუკეთესო რო გახდი თქვა შენი. ახალწეულით საუკეთესო გახდი, თლიან სეზონის საუკეთესო გახდი, ხო ეგეთი ლიონში. ეგ პირველ წელს იყო. რომ ეს სპორტში? რა სიძახიო ესე უთხრა ცოტა აბე უცბედო ეხლა რო დღეს არა მე ჩოგბურთელი რაღაცა დავიწყე ჩოგბურთელი ვარ ეხლა ყავ და აჩიკოსასო შეშლო ანუ რაღაცეთ მიღწევები რაღაც არავის არ ქონია ხო ეგრე ათესლი არა ქონია მაგრამ რა ეხლა მე დიდათ არ მივასება ჩემ თავზე ბაზარი ხო მაგრამ ფაქტს რო გეტყვი მითხარი რომ კი კაი აი მახარ რომ მეტყვის ფაქტს მე გეტყვი რატო ბიჭო რეგბისტები და ფეხბურთელები ხო არ არიან თავდამლები რატო არ არის რატო გაქვს ეგეთი მე რა ვიცი რეგბისტი არის უკაცრავად მორაგბე უკაცრავად ამ შეცდომისთვის კაი პრესაზე რო ჩამაჭირე კაი პრესა მაქვს მე ძალიან მაგარი პრესა მაქვს და მაგითო ცოტა შემეშალა რეგბისტი არ არის სწორი მართალია მორაგბე უნდა დაუწყო მორაგბე რეგბისტი მაგრამ შენთვის არ აქვს რეგბისტი ცოტა ის არის რა აი კომპიუტერისტი რაღაცისტი რეგბისტი ეგეთი სახელი არის ამას არის მორაგბე ჯობია და იყოს ჩემი ამიდის კაცო მე კითხვა რა მაქვს აი შეიძლება ცოტა უცნაური კითხვაა რა არ არსებობს არ მჯერა აი ეხლა რაც მახსენდება ფეხბურთი და რეგბი ის დავაკავშირე ერთმანეთთან მე რაც არ მომწონს თქო რა აი რო იფურთხებიან ხოლმე სტადიონზე რა პროსტა ჩვევა არის ხო რატო იფურთხებით რავია მე იქ თქვენა დარბი ხართ ის კაპი კეთებია ოდესმე აი კაპი მიკეთია ოღონდ შეწებებული არის მართალია რავი როგორ ახსნა კაპს რო ვიღებთ რაც გვაქვს ის დაგროვილი ნერწყვი იმას ვაფურთხებთ რა არა უკაპოებებშიც სპორტის სახეობებშიც არის ხოლმე ხო მაგრამ რაღაცა არა ის არის აი კალათბურთელები ხო არ იფურთხებიან დარბაზში იმიტომ რომ იქ შეჭო აუსტრიალდება ფეხი და შეიძლება მოკვდეს მინდორზე მოსულა მინდორზე მე ფეხს გადაუსვამ და ეგ არის ის ბაქტერიებს ობრიდა ბაქტერიებს დედის მართებათ ეგრევე ერთი შებერვით ეგ გამახსენდა ერთი რეგბიზე რაც უცოდია გაიგინა და რა მოინტერესებს რეგბს რატო ეძახი რაგბი ხო რავი მე რო გითხარი რეგბი არ არის რეგბისტიდან ეგეც რეგბისტი იმდან არის გამჟდარი თავში რომ რუსული არის რეგბი აუ დავა მაშინ რაგბიჩ სამორჯ მოკდა აქ შეიძლება რეგბის ურთიერთობა გადავდივართ რაგბი მორაგბე ხო არა ეს არის რა ანუ რაგბზე ერთადერთი კითხვა გაქვს რომ რატო იფურთხებიან ანუ სხვა კარი რატოა ზემოთ ან რაღაცა ეგეთ ხო შეიძლება გეკითხა ბავშვობაში თამაშობდით ხოლმე უბანში რა რაგბს ეხლა ხო და მაშინ აი ეს მიყვარს შენ ბავშვობის ისტორიები მაშინდელი ის ჩვენი რაგბისტობა იყო ხოლმე რომ რაც უფრო მორაგბეობა უფრო დალეწავდი ერთმანეთს და მოკლავდი რა ეგ მიგვაჩნდა ხოლმე იმათ თქვენ რამდენად გაქვთ ხოლმე ჩერეს თამაშიდან ვიღაცის დალეწვის სურვილი და რამდენად წესებიდან გამომდინარე ახერხებთ ხოლმე მაგას აი ტიპს ზუბი გაქვს რა ცოტა ხანი იფიქრე კითხვა არ არის აუცილებლად პირდაპირ გასწრას რა
რამდენად შეგიძლია რომ ეს ტიპი გააქრო ადგილიდან რა? მოედანზე ეგ არ შეგიძლია აი ისე ხო ზეხა ის წესების მიხედვით წესების მიხედვით შეგიძლია რომ რაღაც ისეთი რაღაცები გაუკეთო რაც არა გაგიკეთებია კი ზოგჯერ კი რა საჭიროა ეგეც რამდენი კილო ხარ 90 უნდა აღინიშნოს რომ რეგბისტის ტანი არ გაქვს მორაგბის ხო ამან შეიძლება არა ბიჭო ის მე უფრო მეგონა ის ჩასხმული დიდი უნდა იყოს რა არა მე დაბლთან ხარ მაგ ძალიან დიდი რა მაგ ხიპს გულის ხო მან პოზიციები განსხვავდება מחარ და სხვადასხვა წონა გჭირდება სხვადასხვა პოზიციები აი როგორც ფეხბურთში არის ფეხბურთი ხო ოდნავ მაინც იცი მეკარე ლორია და თავდასხმა უკვე შეურაცხყოფაზე გადადიხარ ზონა ფეხბურთი ოდნავ მაინც იცი რა გაინტერესებს ფეხბურთი არა YouTube ლიგას ვიცი რომ ძალიან მაგრა ყომა ანუ რა დონეზე ხარ מחარ ხა წარმოვიდგინე მე ძალიან მეცნიერა რა როგორ მკრიჭავს ფეხბურთით გიხსნიან რაღაცას შემ გარბენას რო უყურე ფიქრო გავრბე აი ესე აი მკრიჭავს ეს მეკორება შეჩემა მართლა კაი კონტენტი იყო რა გინდა ნორმალი ბასტოსი რო არ ყოფილიყო უფრო კაი იქნებოდა გაუკვდავსო აღარ არის არა კიდევ იქნება კი ბატონო მაგრამ მაგრამ ეჭვი მაქვს რომ კარიერა გამოდივარ მე მცრელი იქნება შენ ცოტა ის ბიჭო საჯობაზე ძალიან დამხარე მსაჯად ვიქნებოდი რა აი შეხლა შემოხლის დროს რო შედის არა შეხლა შემოხლის დროს რო დამხმარე მსაჯი იყოს რომელიც შემოახობე და ამ სიტუაციას უფრო გაამძაფრებს სხვა სპორტის სახეობებს თუ უყურებ მაგალითად თუ წყალობ კი აი მნიშვნელოვანი თამა აი ხა რო ნაკრების თამაშებს უყურებ ხო რა რო თქვა რომ ჩაუჯდები და უყურებ ყველა თამას არა აი ხა ცალკე მიკროფონი ვაფშე არ აღიარებს არის მის ცალკე არ აღიარებს შენ გამიწიე მე რა შუაში ჩვენ ნაკრების თამაშებს ეხა PSG ლივერპულსაც უყურე რა შენ უყურებ PSG ლივერპულს ეს აუცილებლად უყურებ არა უყურე წარსულში იმამ კითხა ხო წარსულში ეგ არის სხვა არის ეგა მე სხვა ვარ ვაფშე მოდი თავიდან დავწოთ ეს არის გიორგი კალადოზი ახლა ოქტოპუსის თითოეულ ძახის რომ ფლობელი ნუ მაგრამ ძირითადად მარტო ცოტნეს ფლობს იმარხიდან სხვა არავის მე აქეთ ამხარ ვარ საეჭო კაცი მე რა ის მე დაჩი აჩი მოტეხა ეგრევე არა საეჭო კაცი ვარ ხო შენ ხარ საეჭო კაცი ეს მე ძახია ის არის ვინ შექმნა საეჭო კაცი ცუდი ადამიანი არის ის ცუდი ხელოსანი და ცუდი ხელოსანი ვარ მე ცუდი ადამიანი ჩემ მეორე არხი იცი ნაბოზრობს რო გავდივარ ქუჩაში და ქალებს რო ვცემ და ბავშვებს კიდე ქალები ახსენე ვამარც გილოცავთ მეგობრებო გილოცავთ ვამარც არ მინდოდა რომ ესე უხერხულად გამოსულიყო კალას მხრიდან დიდ ბოდის მე მოვითხოვ თელიერის წინაშე რომ ეს ორი გადაცემა უკვე ისეთ სისულებს საუბრობთ დიდი ბოდიში დიდი პატივისცემა ქალების მიერ და გილოცავთ მე გილოცავთ მე და ნუ ძალიან დიდი ბოდიში ვთქვა ანუ აი ყვითელი სკამიდან აქეთ ორივე ადამიანი გილოცავთ იქით მხარეს ნაცისფერი გუშინ მოხდი არა ამ ქვეყნიურ საცობში რა საღამოს ჩამოვედი ბორჯომიდან რაღაც გადაღება ქონდა და შემოვედი და საათ დაახლოებით 2 საათი ვიდექი რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს და ხალებზე გამახსენდა უბრალოდ რა როგორ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება აქ ერთი ესე საცობში დგავა მეთვის ხიძე გადი ესე გავარ მანქანით საცობში აი რა სასწაული საცობი გავარ თუ დგევარ აი რაღაცა ეს ხაზირო უცებ ორი ტიპი გადმოდის მანქანიდან ანუ საჭესთან ვინც არის და ის მეორე გადმოვიდნენ და უკან გაიხედე რა იყო უკან რაღაც გოგო იყო და არაფერი პატარა კაცი ყოფილიყავი ხო შეიძლებაოდაო თუ რაღაცა და დაჯდნენ და წავიდნენ და დავიძო მეთქი რა ნუ ალბათ კაცი რო ყოფილიყო სხვანაირად 20 მეტრი გავიარე და ვიღაცა ტიპი სულად ყავდათ მანქანა გაჩერებული ვიღაცას და მოვიდესო ეხაო ოღონდ კალი არ იყოსო მაგასო რას უზამო ასე რომ ამ სიტუაციაში უწევთ ქალბატონებს ცხოვრება და მინდა რომ გამძლეობა გისურვოთ როცა შეჭმა გადარჩა კალი რო იყო ანუ შენ ან ცოტნე რო ყოფილიყავი ლებდე თავს შეჭმა და არა დისკრიმინაცია გარკვეულწილად უნდა ეცემა მართალი ხარ უნდა ეცემა ბალანსი რო დაგვეცვა უნდა ეცემა გითხარი ანუ მოყვა შეჭმა არა ანუ ქალი რადგან იყო ქალი რო არაცემა ეგ გაუთხრა აუ არა ქალი იყო და არაცემა ბიჭო არა კი არაცემა ვაფშე არაფერი არ უთხრა ანუ მომხედე ერთი წამი რას გეუბნები არ აღიქვა არ ვაფშე არც ელაპარაკა რა ანუ არაფერი პატივისცემა პროსტა არ აღიქვა ხო ანუ ქალიო დაინახავს всё არის შენთან არ ვილაპარაკებ ვაფშეო რა კაი ეგი ბიჭო ცემას აპირებდა ტიპის შეჭება და ქალიო დაინახა არ ცემა რატო უნდა იყოს ეგრე საერთოდ ანუ თუნდაც ეგ
საცობში თუ საცემია ქალი კაცი ყველა უნდა იცემოს. მეც მაგაზრზე ვარ. გილოსაც რა მარც კიდევ ერთხელ ვაფშე არავინ არ უნდა იცემოს. არა, არავინ არ უნდა იცემოს. სულ გაშოვდა დაეულია. სადმე სხვა ტელევიზია. არავინ არ უნდა იცემოს, מחარ უნდა დაველაპარაკოთ, როგორც მამაკაც აღვიქვამთ რაღაცა ადამიანი დაველაპარაკებით, ის დაველაპარაკებით ვანდილოსაც, მაგის თქმა მინდა. ნაცემი არა რა. უკიდან ვიღაც მაშუტკის, დიდი მაშუტკით მოდის ვიღაც და ბიჭო, აი რომ გამიჩერა ზევიდან მიყურებს და აქედან მიდის პარის გამოშვება, აქედან ჩემი დედა შეხიდან ბიჭო შენ რაღაცა ჩაუჭერი რა. ნუ კარგია რომ შენ თქვი რომ შენ ჩაუჭერი. არა, ბიჭო, სიტუაციიდან გამომდინარე ხა ხალი ბავშვი მოდიოდა და იმას ვერ დავეჯახებოდა და მომიწია ვერ მიყურებდნენ რა რაღაც ფეხი დაუწდა ქალბატონს ბორდიულს და გადმოხტა აქეთ ბავშვთან ერთად რა და მომიწია რომ ის გამოსვლა და ამის დავეჯახე აქედან მიდის კაცო და გააჩერე მეთქი გადმოაჯვითქო რა მეთქი ამას ეხა პატრონს და აი მინიმე რო გადმოდის მანქანიდან ხო იცი აი 1.40 ტიპი აი სიძე კინ და უცებ აი კინ და ჩამოხტა შეჩემა ეს ხალხი ვიყურებს აქ ადგას რა აი მეთქი ხამას ჩაო აი არაფერი მეთქი ძმაო დავიშავ ისე უხერხულად ვიგზეინ თავი ეხა რომ ამას რო დაერწყა ჩემთვის მომიწევდა რომ შემ ადგილზე ეს და ეს ხალხი რო იყურებათ რა რომ მახარა ვიღაცა ლუკას კარგი სტრაქს შეჩემა დაბალს ლუკა რატო მაინდა მოიც რა ლუკა რატო ისე რა პრობლემაა ხო კაი შენ ლუკა ერქვა მე მგონი და მაგის ხო ოკეი ისე აი ბიჭო რაღაცაცა დავი ჩვენ არ ქონია ეხლა მაინც მანქანების თემა გავაგზავნე და თან მაგით დავიწყეთ და საფრანგეთში როგორ მოძრაობაა ზოგადად რა მეტროში ჩვეულებრივი ბაზარი მეტროთი დადიხარ მეტროთი მოძრაობ იმიტომ რომ მანქანა ძალიან ტვინის ბულღია არა ბევრ საწოლი აქ რო ჩამოვდივარ აი გიჟდები იმენა იმიტომ რომ ისეთი საცობებია ეხაც აქ მეტროთი რატო დადიხარ იქ უკეთესი მეტრო ბაზარი არა ოპოზიციაშია ის სულ აი მე რაღაც ჩაიჭი ბარსელონას მეტრო ნახე მეტროთ რა მივხვდი რომ შესაძლებელია რომ ყველა უბანში მეტრო ამოდიოდეს აი მართლა უბრალოდ სხვა არაფერი თვლი რა სიგრილეში ჩადი ამოდი всё აი ზუსტად ეგ აქ ბძოლა გადაჩენს ანუ ვაგზის მოედანზე 100-დან 4 ამოდის შეშება დადაჩენი იქ ადგილზე იხოცება რა თუმცა ხამე გააქვთ სად უფრო გწნობენ აი აქ რო დადიხარ და იქ უფრო აქ მაგრამ ახლა სანიტიპები რა კაცაკობეცე ბიჭო გიცნობ რა შუაში არის რეგბს ვერ უყურებ იმის გამო რაგბს ვერ უყურებ იმის გამო რომ ეხლა ორი ვიდეოები მაქვს რა ნახი და პროსტა არ გევასება რომ სული სიტყვები და მაგიტო გისწორებ ბაზარი არა მე იცი როგორ მაგრამ რამდენი წლის ხარ 22-ის ხო მე ვარ 31-ის არა 31-ის შებჯიდი ნახვია 32 წელს 31-ისა 30-ის შეჩემა 31-ის ხარ ეხა და რა გავაკეთო 30 ვთქვა კაი 30 31 იყოს კაი 31 გამოიყურებ როგორც 30 მთელი ცხოვრება თამე გორში გავიძე სურუსულის ტყე მესმოდა რა შეიძლება რეგბი არ მესმოდა მაგრამ აი ძალიან გამჯდარი მაქვს და ის არის რა სტოლს არ ვიძახი მაგრამ სტოლს საფარს იცახი არა რას ვიძახი კლიუნკას ვიძახი კლიუნკას ვიძახი არ ვიცი რა ბიჭო მანქანის გაყიდვა რო გიზოდა ხო იტყოდი ბარემ რა ამონათდება თუ რა ნომერი კალაზონი გავასავ მართლა გეუბნები რა სვათი ჩავიგდე და გვაჩვენოთ რა მართლა გეუბნები აჩიკოს ჩავიგდე მაშინ მართლა გეუბნები არჩე ეს მანქანა იყიდება საქმეში გამოვა ლექსუსი რა ადამიანი ძახს რომ დაურტყმელია ეს მანქანაო რა კარებზე იყო პატარა ცარაპკა რომელიც გამოსწორდა ყველაზე საუკეთესო სამხედრო და სათუნუქე კომპანიაში რომელსაც ეხლა სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ნაჭერი ჯდება 600-700 ლარი შეხება რა კითხოთ დავით რამდენად იქნება არ უნდა ჩვენ თუ ძვირად გავყიდეთ მოგწერეთ ვახარ პირადში მოგწერეთ ბიჭო ჯერ ჩემი ნახატი გაყიდეთ თქვენ რაღაცა იქ ძალიან მაღალ თანხებზე იყო თავიდან საუბარი და ცოტა მეთქი შეება და შენ ნახატში უნდა დამშეს არაფერ 300-200 შენ არაფერ გრჩება გო ჩემ ნახატში მით უმეტეს ის შენ ნახატია მაგრამ შენ ხარ კორპორაციული ის მე დაგიქირავე დახატე და ეხლა მე უნდა გავყიდო და 20 რამდენი 29 ნახევარ ან 20 ნახევარ 29999 დოლარად იყიდება მეგობრებო ეს $1 საკუთჩქარებთ სამრეცხაუსი რომელსაც ლარიან სამრეცხაუში ირეცხება ხოლმე ეს მანქანა კარგი გეყოფა ეხლა მაიმონობა გადავიდეთ სერიოზულ თემებზე შენ რამდენი გინდა 69-დან რა მე არაფერი არა შენაც რამდენს აიღებს ეს კიდო აქ ის არის ხო ხდები
გასაგებია ეს მოაყო, მაგრამ რომ 29-დან არაფერი არ უნდა. ესეთი მაგარი ხარ მოლაპარაკებები. 28 ხო თავისუფლად ეგრევე რო გადაიხადოს ტიპმა. ეგრევე. ჩემოდანით. 39 იყიდება ეს მანქანა მეგობრებო. 3000 შენ დაგჭირს. არა, ეს 27. მათემატიკაში რა გეწია? მართლა. ანუ ეხლა წეგა გიჩალიჩებოდი 27 შენ თო ქეშად მოხდეს ტიმამ სოუმი. შენ 2000 ეგრევე ჩაიჭირე. შენ მე რამდენი დავჭება? ანუ მე რატომ მithვალი ბიჭო? შენი დათვალე. აუ ჯიბიდან აუმაცალა. ხო და შენ ხო მე დამithვალე 27 ხო ჩემია მაგრამ. შენ რამდენი გინდა თქვა მაგაზენა 27 ქეშით მოიტანოს ტიპამ სო გასწორდებით რა. მაგრამ ის რამდენს მომწევს შენ რა გინდა? დიდი ყანი უყურო ვაჭრო ასე ხა. კალია უზნიკია ზმა მე ფულს მიტეხავს ჯერ გამიყიდია მანქანა. ეს ამის მომცემია. ავიჩი. აი ბიჭო პასარა ძლევს იმას. ეხლა რა ეხლა შენი გუდელი რომ ვიცოდე. აუცილებლად ძალიან კარგი შუტკა გამოვიდოდა და მეტავზე შენ მოიგე. ტოჩინოში სარა ტოჩინო. აი ხანი ტოჩინოში და გორგოძიაზე სურათები მე თუ სამსახურში ხომე რომ განმესწავლა. რატო გერევა ანუ ბრაიანტი და ის გერევა ლებრონი. ვადაჭკორია და ჯაპანა გერევა კიდე და ანუ რამდენი ვადაჭკორია ჯაპანა ილუზიონისტი არის ორივე და იმიტომ. ხო. ალბათ მაგიტო. ისი ჯაპანა ასხოვებ ერთმანეთისგან. არ ვიცი ვინები არის. მოიცა. ქართულ რეალობაში ანუ ტელევიზია როგორია? შენ უკვე ისეთი ასაკის ხარ, პრინციპში ტელევიზიას უკვე აღარ უყურებდი ხო იმდენად. რამე გადაცემა კარგა. ხოს ქართული რო აი უყურებდი? იღბლიანი ბორბალი. ვა, ჩემი. აი როატრიალები რო იყო და რაღაცებს. ტანსაცმლის კაჟადა არის იღბლიანი ბორბალი. ვერ გამოვიცნობდი ალბათ 1 წლის მანძილზე დღეში 100 ვარიანტი რომ ეთქვა. მე ვერასდროს გამოსე იღბლიან შორენა როატრიალდა და ვალო თარხლიშვილი. შორენ ატარებდა 100. ასოებს. იღბლიან ბორბალში მაგ გადაცემაში რა მოგწონდა რო გითხრა? აი კონკრეტულად არა ვერთობოდი. ტრიალი. აი ეს ტრიალი, აი ასე გაჩერდება. აი ჩვენ რო ფორტუნას უყურებდით ბავშვში რა მოგწონდა იქ? სხვა ვერ უყურებდი, იმიტომ რომ არაფერი. შენ არჩევანი გქონდა და მაინც იღბლიან ბორბალს უყურებდი. აი ეგ არის უცნაური. ხო ჩავეძიოთ. რა გახსოვს მე? არ იყო ცუდი გადაცემა რა? არა, აჩიკო ძალიან პრაიმ ჰაუსი და ეგ ძალიან კაია. პრაიმ ჰაუს ხო ვყურებ ხოლმე. მაგდენ დრო არა აქვს ახლა ამაზე. აი პრაიმ ჰაუს ვინა მაგაზე ბატარი ვაფშე. რატო მეგობრები არიან შენ თუ? არა, არ მევასებ. ვსო, აბა რა. მეთქი ჩემი ალბათ. მე ვაპირებდი გამოსვლას დაეწყო. ვაპირებდი ან რეგბი, ან პრაიმ ჰაუსი. ეხა თამაშები არ არის რა? იყრაპებ, რაგბილები ხო ჩემი არ არის, ვერ ვიცახი. მახარ, ეხა რაგბის თამაშები რომ მოდის, იცი? როგორ არ ვიცი, სუმიდი, შეჩემა. ხოება გრძელდება პოზი. როდის არის ეხა უახლოესი? იქითა კვირას ვეთამაშებით ესპანეთს. არიცი. დავდო. ვიზე. არა, ვიზე დავდო შენ. შენ უფრო იცი რა. ჩვენ არ გვექნება კუში. არ გექნებათ კუში? რატო უთხარ, ეხა ეთყო და რა ეგეთი ბანძები ხარ, რაღაც ეთყო და პირიქით. არა, ვიცი და ძალიან ლელოს ვინ დადებს იცი რომ პეტრიკაზე რო დავდო რა ხო ხსებიან თვალი რომ მოუჭუტა თან ესე რა ვიო არიცი თამაშები და რო გითხრა მაინც რა აზრი აქვს მაი ვერი სახე და აკაკი ამოაგდებს დებს რავი 50 თამაში აქვს ნაკრებში და 47 ლეო თუ 8 ლეო აქვს არა ეხა იცი რა მე სახლ უნდა ჯავდო დავდო და აგაცა 30%-იანი ალბათობა მაინც რა იყოს. აი ისეთი კაც მაინც უნდა იცნობდე, მე-10 არის თემსოფლიოში, ლელოებში, დადებაში რა. 47 ლელო. წესით უნდა იცნობდე ამასთან არჭერის ხა ეგ. ბოჭა რამდენი ეს იმას გამომადგება მე კითხებზე რამდენი ლელო აქვს? 47 წელიწადში. არა, წელიწადში არა. არ დავაზუსტოთ, იმიტომ რომ თემაში მართლა მიდევს ეგ და აი ბიჭო, მინიშნებას ვაძლევთ. 50 თამაში აქვს ნაკრებში ნათამაშები და 47 ლელო. კი ბატონო, ამოიგე ნედოთო. სანამ დამავიწყდა ეგ სტატისტიკა. რა, ის ამოვიღო? ამოიღე მიდი აბა. ჩვენმა პროდიუსერმა რა თემები მოგვიმზადა? ეს უფასო მუსიკა მარტო ეს გვაქვს რა ხო ხვდები და შეკითხვა დავითს, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი მორაგბე? ქართული კითხვა. არა, ბავშვი უხერხული კითხვა ძალიან. მაგრამ შენ თავს ხო ვერ იტყვი. არა, მაგას არც ვიძახი კაც. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ხა მამუკა გორგოძე, შენც იცი მათ შორის. დაჟე, ანუ დაჟე. მამუკა გორგოძე. საჭირო ხალხი ვიცი? მამუკა გორგოძე რა თქმა უნდა, ეხა მაგრამ ჩემი პოზიციიდან გამომდინარე მერაბ კვირიკაშვილი. ეგ არის სავარაუდოდ. მეკო. მერაბ სეფაშვილი. ეგ არა და
ეგ სიმღერაშია ხო? ერაბ კვირიკაშვილი. მერაბ კვირიკაშვილი სხვათა შორის. სისწრუნელი. მე მგონი, აი ხა თუ ძალიან შეიძლება დებილობა ვთქვა. მოემზადე ახლა მორიგი ჩაჭერა. დამეხარა თუ რამე რა გвисთქვა. მოიცა ვისი სიმღერა, რაღაც კლიპში არის ჩვენი ბავშვობის კლიპშია ერთ-ერთში. ვინ მღერის? ეშლება უეჭველი. მეშლება? უეჭველი ეშლება. ანუ ტიპმა ბიჭო არა ვიღაცა მოიცა რა ქვია სიმღერას ვიხსენე. საუკეთესო მოგე და იმან შენ ძალიან პატარა იქნებოდი არ გამიხსოვე. მე ვაფშე ვარ ყოფილიყავ. ხო, შეიძლება არ ყოფილიყავ. თამთა გოგუაძეს. თამთა გოგუაძის კლიპშია მე მგონი. ქალს მშვენი ქალს. არა, მაიც განახება. აბა მე მგონი მეკოარი. მინდი ხ შენა მოი. ის ის ბაზო თამთა გოგუაძის კლიპში არის ხო? ეს ხანაი ყუთი არის ხო? დავითრიეთ ბრა, ჩვენ ჩვენ მანქანა გავყიდეთ, შენი არა. პატარა თანხები დარჩა რა. ქაღალდის ბურთების კალათბურთი. აუ, ეხა გამახს სიმღერა. აუ, გაავს პროსტა მე მგონი რა ვია. აუ, ყალა, იდი ნახვი მართლა რა. ხო. მე დას გაგი. ხო. ოპა! ხო. ეგ არის? ეგ არის. საო. ხედავ მაგ. ხაჯი ჩაგვისვიდა. ხო და ერთხელ უყურეთ, ხო მეკოა. ეგ არის, ეგ, კი, მეკოა. ბიჭო, არაფერი შეგეშალ, კაც. ისეთ კლიპში აჩი, გაიგე. უბრალოდ რაც არ უსწორდება. არის. ეს სიმღერა არის, იცი? არა, პირველს მოხდა. მახა შენ ხო იცი? უბრალოდ ვიცი. ნინო ძოწენიძეს თუ უსმენ. არა. შინამანაკენა მოსლები არ გაქვს? ჩაურთე რა. ყალა. ნინო ძოწენიძის შინამანაკენა ჩაურთე. ქართულ პოპკულტურას არ იცნობს. მახარა და იცი კარგად ოქტოპუსი და. ნინო ძოწენიძე როგორ არის? არ ვიცი და რა ვკრა. აი ეს მაგ სტრაიკერ დაგვადოს, მაგრამ კიდევ. ნო? მე უფრო ახალი რა. ამას მეკითხეს ტექსტი რა არისო? თვითონაც არ იცოდა, იცი? ჰა? ტექსტი რო კითხეს, თვითონაც არ იცოდა. მართლა გეუბნები. ხო. ქაღალდის ბურთების კალათბურთი. რიგრიგობით ესვით ქაღალდს დაკუჭულ ბურთს კალათში. ბოლო მონაწილე ვინც სამ ბურთს ჩააგდებს, იქნება ვინც ჩააგდებს, ეწაგებული? ნე, აი ესეთი სიმღერები. ბოლო სამ ბურთს ჩააგდებს, იქნება წაგებული. დამარცხებულმა უნდა. ხატია, ჩიკი. ჩინური ჩიფსებიო. კაც მაგ ჩიკი იცის მო. სამ ბოლო სამს ვინც ჩააგდებს. ბოლოს ვინც ჩააგდებს სამ ხალს, ის არის წაგებული. ანუ სამი უნდა ჩავაგდო ჯამში. ეს საკალათბურთო თამაში მორაგბე რო ყავს ალბათ საპატიო ხეთამწოდნებს დიდი ბოდიში დედამიწას რო აი ეს ცალი ფურცლებს აი ესე სადღაც რო ჭრიან ჩვენ აი ესე ვაფუჭებს რა ის გამოც დიდი ბოდიში ეცა მორალური რაღაც გავაправო და მე ჯავაგდებ რაღაცის რამე უკეთესი გააკეთე ბიჭო ახლოს ჩანს და შორს ყოფილი. ჩემ თავზე კარგს არაფერს არ ვიცი და როგორ გაიცინა? ის ვაფშე ჭლექიანია, შეჩემა სადღა. ხო, აი ჭლექიანებს მისდით მარცხნივ ცოტა. არა ვთქვი ის რაც ახარ თორე ეგ ის იყო რა. აი ეს კაი. არ მიიღო. უნდა დავატრიალო ეს. აიცა. მიდი ბრატ. ბიჭო, ესე რო ის რო არ არის იული. კაი, ვსო, აიული არ არის, რო დავიწყეთ ახლა მორჩა. მორჩა. მოიწევ? მე დავიზა. სამ ჩაგდებამდე ანუ? ანუ სამ ჯამში უნდა ჩააგდო სამი. ანუ მაგდენ ფურცლები გვაქვს. პარე მიდი და ჩადდი შიგნით. აუ, ბიჭო. აუ. ის რო ჭინჭყობა რო დაიწყო. ო, მაგ. მე ხარ წაუღია. თუმცა დამიბრუნე დავით ჩემი ტყუები. ეხა მაგასაც დაწერენ შეშმა დაბლა ხო ყრე ისინი აქ. მოიცაო, ჩემი ჯერია. აზრი აქვს. მიდი კალათ ხო უკვე ბალიშიკო რო ჩააგდო. ფუში. ოპა, მაგას მეორე, ხო? არ მიდი თორე ახლა რაც მინდა. ის ემენა ტრაქში არის. ეხლა და წაგებული არ ყავს, მოგებული ყავს ხო თამაში. ეხლა დაკლაჩო კალა, გაღიარებ რა. ჩააგდო.
ახლა დავრჩით ჩვენ. ახლა პირველ ადგილზე გავიდეთ. ეხლა რო ჩააგდო, არა. ხელი აუკანკალდება. თან გამოცდილება არ აქვს დაძაბულ სიტუაციებში ყოფნის. ბაზარი არა. მე შემიძლია ნებისმიერ დროს ჩავაგდო. არა. ვსო. ის უთქი ხმათ. ვა. გაუში რამე აბა. ვერ დავძაბე აჩი სიტუაცია არც ხო რატო ვერ დაძაბე რაღაცა ჩაგერთო. რას ვაკეთებ ხა? რაღაცა ჩინური ჩიფსი უნდა დააგემოვნო, რომელიც ძალიან აუ ეს რა მიქენით შემ ძალიან განცუდია. შეჩემა. კაროჩე, ანუ ეს იმით უნდა გაიხსნას. ხელით უნდა გახსნა მე მგონი. ხელით არისო? კაროჩე, აჩიკოს ხო ყოველთვის შევიახო, მე რომ ერთზების აი ეს გასაშლელი ჩემი ხო და აი ეს მინდოდა მე არა ეს სტუმარს გაუჩალი ჩეთ ეხა თუ რა ანუ მე კი გავხსენი მაგრამ მე როგორ შემეშინეთ შეჩება მე გავხსენი ეს აი ამ გუგამედოზებიდან გამხვრიტა შეშახი კაი გადავიდეთ თემაზე რა ფილმია რაღაცნაირი ფილმი როა ბარს რო იმაში ჩაარჭობს ქალი რო არ გეს ამოჭრილი მუცელი რაღაცა ფილმია რა საშინელებათა ფილმია დივანზე ის მუცელი შეგ დიდი დირკა გაგლეჯილია და ის ბარს ჩაარჭობს და ის ბარზე დაждდება მთლიან რატო გამახსენდა უკი არ მახსოვს კალ ამოიღე თემა ვიღაცა ო შეჩემა აუ ბაზარი არა თავი ჩვენ გესმის ვიღაცა მიწედა რომ HDA ჭირსო HDMI შესაერთებელი გაფუჭებულიო დედენ ეს აჩი შენ დაწერე ხო რას გულისხმობ მე წავიკითხავ მე ამას არ ვეთანხმები აჩი იტყვის რას გულისხმობს მე შეკითხვა დავით ყველაზე გრძელი დისტანციის ლელო რამდენი მეტრიდან გაგიტანიაო რას გულისხმობს შენი აზრით რამდენი მეტრიდან დაგიდია ლელო ალბათ ხო და რამდენი მეტრიდან დაგიდია 70 იმა როგორ მოგვდა ეგრევე გამოჩნდა და რამდენი მეტრიდან დაგიდია ლელო არა მეტრიდან დაგიდია რას ნიშნავს ანუ დრიბლინგი დაგიწყია თუ გატანასამ მართლაზე ახლა რა გვი არის იცი აი მე ვიცოდი შეჭება დაჟე ხო იცოდი თუ დაიწყებს სიტყვა შენი ნახევრიდან და ჩახვდა და ხო დაამთავრებ მაგას იძახს რა შენს ცოტა შორს ხარ მე მგონი არა მე შორს ვარ მაგრამ მართლა ბიჭო გაგიტანია ვიცი იმაში არ ეკნი მაიხერ გაიცანი სპორტული პოდკასტის წამყვანი ლაივში აქ სპორტული გადაცემა ბებერს დაურეკე მიდი ბებერს ეცოდინება უეჭველი ლელო დრიბლინგი რამდენი მეტრი ქონია რაღაცა სხვა არის და გაგიტან ეგრე ამბობთ რამდენი მეტრიანი ლელო ლელო გაგიტანია ხო ვიცი აბა დაგიდია მასთან შენ თამაშობ მაგრამ იმ ცოდნა იმასაა დაუჯერე რა გატანა არის იმის რა ქვია დარტყმა რა ეგეც არის და კალ არ დანებდე ბოლომდე ვიაწე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ გიორგი კალატოზი არ არის ფორმაში დავით შემდეგი შეგიძლია ამოიღო ბიჭო აი რა არის იცი ხა მესი მაგალითად ცენტრალო წამოიღოს ბურთი კაპ და შეაგდოს სადაც ბოლოს დაარტყამს იქიდან ითვლება დარტყმა ხო ხო და ჩვენ დებთ სულ რომ შეიტანოს ბურთი რა მნიშვნელობა კარში ანუ მაინც ითვლება ვერ იტყვი რომ 60 მეტრიდან 60 მეტრიანი გოლი გაიტანაო და ვიფიქრო რაგბში თუ გატანაზე არის რომ დაარტყი და ბურთს დაემშვიდობე იმ მეტრიდან და გაიტანე ლელო დადება რამდენი მეტრიდან დაიდო ლელო ყველაზე შორიდან მიხვდი და რა იგულისხმე შენ მაგაში მიხვდა ადამიანი რა გუშინ შენ იგულისხმე თქო პროსტ ეგ იგულისხმე რომ ყველაზე დიდი დისტანცია რა გაიარა ლელოს დადებამდე ეგ იყო შეკითხვა აჰა სო აი მე პროსტ არ გაჭერ კალა მართლა შენთვის რა მოხდა შენი წლები არის არა შენი წლები არის კარიერის განმავლობაში ერთი მორაგბის ლელოების რაოდენობით რეკორდი იაპონელი დაისუკე ოჰატას ეკუთვნის ხო იცი მაგარი იყო დაასახელე 1900-ია სახში დაასახელე 1996-დან 2006 წლამდე რამდენჯერ დაალელოვა მოწინააღმდეგე დაისუკე შორს ვინც იქნება რაგბის ბურთით რამდენიმე შთამბეჭდავი ტრიუკი უნდა შემოგთავაზოს წეგარო ბაზრობდი 50 წეგარო ბაზრობდი არაფერი ეგ ქართველი არის და მე ხა ვიცი ამას რამდენი წელში გაიტანა შენი აზრით ნაკრებში არის 4 წელი 5 წელია ნაკრებშია მალადეც და ეხა აქ არის 10 წელი
დავწეროთ უნდა? დავწეროთ რომ მე ვიცი რა ვქნა. დაწერე შენს. არ გინდა ხო? არა, არ გინდა. ზუსტად თუ იცის. აჰა, გამომარ. აკის უკეცა მაგის. კალა. მეც მინდა კი თამაში. ლელო ხო იცი რომელი არის? ბიჭო, მე არ მეგონა მაგას ეგრე ერქვა. მე მგონია სხვა რაღაცა შენ იგივე. გინდაც მაუ ისე დაწერე. როგორც შენ გულს გაეხარდა. არა, მე არ იმას. არა, მე ანუ შენ რა გონია? რა წერე, დაწერე. კარი. ოუ, მოვიდა ჩემი. იგი. როგორ ახლა? კოპი, როგორ ახლა კოპი? გამორჩობა. მოდი. ჩემი დიდმო თეატრი. აა, პატაიტი უდიხო. დასწრებით ხო გვინდა ჩაწერე და? კი. სადაც წერე? კაი, ერთდროულად შემოვატრიალეთ. ერთდროულად და ვთქვით თან. მახარ. 69. მახარ. რა? 155. რა გააკეთე ხა? არაფერი, 69 დავწერე, რა ვიცი. ნუ გადაიწერა? ამ პრინციპში არა. მე პოზის გამო დავწერე ეს და თუ დაემთხვა რა შუაში ვარ. პრინციპში კალამ რო წააგო ძალიან მოულოდნელიც არ იყო. აბა მაგას გეუბნები შეჭა. რაგბის რაც შეეხება. სწორი პასუხია 69 რა თქმა უნდა. 69 წელი. კალა, დაიჭირე. და ეგ ბურთი ახლა ტრაქში გაიკეთე, აი. შენი ცოდნის გამო. ბოდიში რა, ჩემ მიკროფონს დედა არ ყავს ისევ და. აუ, იმ დღეს ჩამოვიდა ეგენი და სახში წავიდა შეჩება. სვარკავ და წამოიღო და გადაცემაში უნდა დაუსვარყო რა. მართლა გეუბნები, აი მენა აქ უნდა ზაკაი. უნდა დაუხრიტო და დაუსვარყო ჩემ. რამე ტრუბაზე ხო არა უცხო, პროსტა დიდი ტრუბა რო დაუდო მან რა. იმიტომ ცხოველია შეჭება. 150 კილო ძალიან რო კიდებს ამტვრებს რა. კალა, თუ შეიძლება დაიწყე პერფორმანსი. რა უნდა გავაკეთო წაგებულმა? ტრიუკები შემოგთავაზე რაგბის ბურთით. რაო? მარტივი რო იყოს. კროპიჩა რა უკლელი თვალები. აი ძმა მესმის, ნახე. იმენა კილერბი. აუ, იქ სწორიდან შეჭება დავალება მიიღო. და წერი რომ ამოსვლე, დაკაცდა ეს ნახე რა. თავი შენ არ გეცოდინებო რამდენიმე ხილეთს გაჩვენებ, რომ იმას ქნა რა ქვია. გამოიყენებ მე ხა იქ რა, ჩახვალ და აჩვენებ. არა, დაიზეპირო ჩემ. ნუ ერთი არის ეს. ეგ ზამაგა. ეს ზართული. ეგ იმ დღეს. ეს არის. აკაცუკი მაკიმამ გაუკეთა იქ პირველად მაშინ რა. მაკუცაკაკა, კი. მაკუცაკაკამ გაუკეთა, ძალიან მივიდა და პროსტა აგდო ის გაგიჟდა რა ხდება. ეს რა თავიდან ბავშვები რომ შემოდიან, ამას პირდაპირ არ ვასწავლით ხა. ეს არის რომ უკვე ძალიან advanced არის და უჭირთ და რო ვაკეთებ ხოლმე და ბავშვები მიყურებენ წინცო სუბორდინაციას არ ღვევენ ბავშვები. ხო. მასწავლებელი ყლები არის რა თქმა უნდა, ნუ ეხა ესე მახარ აი ჩემი შესაძლოა ერთად თამაშობდით რაგბის სკოლში, პას გავუკეთებ და აი როგორ მიიღებს, ნახე? აი ეს არის თითქმის ეს ბურთი აი ეს უნდა ტრიალებდეს, აი კი, დაამბრუნე მახარ დაამბრუნე. აი ნახე. აი ნახე, შეხედე. სადის, არა, ხელი. მე გასწავლე. ეგ გასწავლე, რა, კალა. გაიწი უკან. მახარ მეწავაგე მომეც. არ გვინდა. და ხელი დაიჭირე. ხელი დაიჭირე ეს. აკარ შემეხო. ხები? მედი. აუ, ის იმენა. ბიჭორ, ვახ, შემი რაკნა. პირადი ხალი. გამოცაკადა. ეს ვზივარ და რაღაც ჩვენებს. ვა, პიანინოზე რას უკრავს მახარაჯ. ბიჭო. რა ეს შეჩემა, ანუ. დიდი. აჩი ამაზეს თუ იზამ იცი. აი. ვა. შეჩემა აქა მეთქი. ეს აი აგეთი არაფერი მინდა ხო. პერსოფანი. მახა შენ ცოდნე პასის ეს ფორმა რატო აქვს ბურთს? ოხ, ჩემი რა პასიობს. ფორმა რატო? და ნუ მოკლედ ეგეთი კრები. შენ ანუ ხა შენ ვებს ვერ გიზამ ისეთ რაღაცასთან. აი რამე თუ შეგიძლია შენს. არაფერი ხა დამჯდარი რა უნდა გავაკეთო ეს ემოტუა. აი, ხო მეც დამჯდარი რო ვარ თორე. აი რატო ვერ უნდა გააკეთო? მახარამ ის რაღაცა და ვა და ბუე და შენ ვერ აკეთებ ვერაფერს დამჯდარი რომ აჩიკო რო გავასრულო. ესეთი ფორმა რატო აქვს? მე რო გასწავლე ტრუკი ვერ გააკეთებ მაგას? რა შენ რომ აი ბავშვობაში რო გავაკეთე გახსოვს რო გიყვებოდი. ხის ანუ ლაპარაკობს. ბავშვობაშიო, მე
ის არისო რა, რაგზე დავდიოდი, ეს ყველაფერს დადი, რამე რომ დავარდება, გაგორდება, აუ მაგაზე დავდიოდი რა. თან ყველაფერს ესლი იყო რა. მე შლატერი просто. შლატერი არა, თან არ აღიარებს მაგასო, მე ნისკი ქონდა. ეხლა ჩოგბურთზე დადის და ბავშვობაში და იცი რა გავაკეთო, ეგ არავის გაუკეთებია მთელ სოფლიოშიო. თან ეხლა ამაყია ეს რომ ყვები გაიგე, ნახსახეს შეხედა. არა, მართლა მაინტერესებს დავითს გაკეთებული არის თუ არა ის რაც მე გავაკეთე. მიდე? ესეო, ბურთიო, ავაგდეო, უკანა ფეხი ამოვარწყიო, ტიპი იდგავ აქ რა. ესე გადავატარეო, აქედან შემოუვა, ანუ ნახ რას ყვება ხო ხვდები, ანუ მინიმუმ ვიღაცას უნდა ეჭიროს ბურთი და ეს ანუ ეს ყველაფერი გააკეთებინოს ბურთს. დავიჭირეო, გავარდო და ფეხით გადაიკიდე. ფეხს ხო ვიყავენ და მე გავაკეთე. ქუსლით. ქუსლით, ხო? აი, მოტყდა ის ფეხი. აჩიკო, ესეთი სკილსეტის ადამიანი ესეთ პასზე გაოცდი წეღა? რა ხო და ეგეთი რაღაც გაკეთებული არის მართლა მაინტერესებს. ანუ გაუკეთებიათ? ეგ ქუსლით გადაგდება? ვა. გაჩაუ. ანუ პირველი არა. მე პირველი, ანუ თან ჩანწერი მაჩვია, რომ აჩიკომა გააკეთე პირველად და ესა. გვაქვს თამაში დღეს ეგა თუ არა? თამაში შენც კაი გამ ხარ. აი, როდის? აი ესე. შენც კაი გამ ხარ. ყს შენ. ო. ძალიან ბევრი ისი კარგია. აჩი. მახარას სხეულთანაც რო ეს 3-4 მიკროფონი არა, ბევრ კონტენტს ვკარგავთ. იქით ეხა რაღაცები არის მის ხოლმე. აუ, შეგვსა პეტლიშკას უმიზნებს, გაიგე? პეტლიშკას უმიზნებს. რა მოიცა ეწამი რაღაც კითხვა. მახარას. რატო აქ ბურთს ეს ფორმა მეთქი, ვინმე მეტყვი? აი, მახარას საინტერესო. რო იწყები თამაში, არის წოდი. ფეხბურთის ბურთს რო იყოს ისა რაგბის თამაში რომელი ფეხბურთი? გაელი სოკერი, ისა ირლანდიური თუ? ხო. ამერიკელების მოგონილი. მან ყველაფერია, კალბურთის ფარიცაა და ესეც და ამის ყველაფერი და. რატო აქ ბურთს? შორ მანძილზე რო სწავლ დინამიკის გამო? ბავშვობაში რაგბის რომელიც თან თამაშობდი, ანუ 8 წლიდან დავიწყე. აუ, ანუ სხვა სპორტზე არ გივლია პრაქტიკულად? კი, ძიუდოზე დავდიოდი. ხურები რატო არის მომტრებული? პატარა ვიყავი ჯერ. რა, ჩვენ ეგრევე გამტრები, მივიდოთ თუ არა? შენ მომტრეული არ გაქვს. იმიტომ საღამოთივე გამოვედი მე. დილით რომ მე საღამოს გამოვედი, დილით მიპირდი. შენ სახე გარტყმავინე სადაც. ეს ყურზე დაგადებდი, წყლაპ. მართლა გეუბნები. რას ლაპარაკობ? ისე მორაგბეებსაც აქვს მოტეხილი, მაგრამ მე არ. ძალით გეუბნები რა, ძალით ამტრევდნენ ხოლმე. მორაგბის იერსახეც არ გაქვს ესე. ბიჭო, არ მე უფრო აი. ხოზე ხარ რა. ესე რა გაერთიანებული. რამდენი კილო ხარ? 90. 90. ანუ იმაზე ხარ 40 კილოთი ნაკლები. და ჩემზე რატო 40 კილოთ ნაკლები? 130 ვარ, არ იძახთი შეჩება. 130 არასდროს არ ყოფილი ვარ. აბა რამდენი ხარ? 120. მართლა 120 ხარ შეჩება? მაღალია და მაგიტა. ხო, იბა რა გაუპრავა. ერთ-ერთი კაცი ნათელი წერტი, ვისაც შეიძლება რომ მოეჭიდო მართლა. გაგიპრავა წონა შეჩება, რომ ზატო მაღალი. ხო, არა, მაღალი ვარ ნახდა. შენ ხო სამნიშნა გახდი? არა. იქამდე 300-იან. ჩამოვიკა, ნაჭამი ვიყავი მაგ დღეს და იმიტო. ეგრევე ჩამოვიდე. 99. და 9. 99. მაგრამ მე რომ მიყურებ ბიძი. აქ ევროპის ჩემპიონებისთვის ხელი მაგ გადაწეული. ეს ხელს კარგად წევ? კი. მახარ, ეხა ძალიან გთხოვ. რა? არ შევყვეთ ამ იმაში. კი რა, სია გავაკეთო, ვისთვის ხელი გადაწევა ჩამოწირო. ერთხელ ხო მოიტეხე უკვე ხელი და ეხა მეორე. ეხა რატკენ ხელს? ბოლოს ვცადოთ გინდა მაგრამ გადამიწევ ხელს რა მე? ვცადოთ ბოლოს მართლა. ბოლოს აი. ხო, დავაი. გავაკეთეთ ბოლოს. ნახე დაწუნებულია ბიჭო. მე დადებას მე ფსონს ჩამოვალ მანდ. რო გადამიწევს? შებიჭო ხო არა. რავი, მე ესე მგონია, ანუ გავრისკავდა. ბოლოს გადავიტანოთ ბოლოსკენ, კალა წაიკითხე. შენც ეგრე გონია? ყველას ესე გონია ბიჭო? დავით, შენში ხო არა? ვინმე მჭირდება? დავითს ეკითხება, ჩვენი პროდიუსერი აჩიკო. ბიჭო, სპეციალურად დაცვია. შენ ვარ დაიწყუნოს ესეთ მოშვებული აი გადავუტყო ხელს, აი ურძვას, იმენა, რომ ვიღარ დაიკავებს სიმძიმეს. აი გადაუტყდება ხელი რა. просто ამნა რამე დაუზიანო მართლა ამ სათამაშო. სათამაშო აქ და ნაკრების პონჩი. არა, ბიჭო, მართლა. ნაკრების პონჩი არ გვინდა. ყველა მეხუმრები მასა გეუბნები, ბიჭო რა. ლევან საგინაშვილი ცი? კი. ნათრევი მყავს. არ ზედ ეკიდა ხელზე რომ წამოვედი რომ გადავწიე. მოდი და ძიმეთ მქონდა ხელი და რომ გავიხედე მანქანაში ვჭდებოდი, ვეჭდებოდი და ზედ ეკიდა რა. და მე ჩამოვიხსენე და დავდე რა. არაფერი არა. საცხოვრებისე. არ გიჭირია რომ ლევან საგინაშვილზე ნათრევი მყავსო, არავის არ უთქვამს მე მგონი. მე მყავ, შენ გაკופლება რომ ეგ თქვა? მოიყვანე.
მოვიყვანო მე? აი, იყო სად მინდა. ნახავს და მოვაწყო. აი, მოდი აბა. რა მახარ ლეველები, აი დღეს თუ დავით გადაუწევ ხელს, გადავიდეთ მე შემდეგ. ლევანას მიმართავ. შემდეგ დონეზე. სად ნახა? ხელი წაიღე უკან. სადაც იყო. ანუ პროსტა ხელი დატოვე სადმე რა. მაგარი კონტენტი აქვს ეს ძალიან მიყვარს. რა? შენ რო სამყაროს ზემოთ ხარ და ყველას უხვებად გვიყურებ. რა, არა ბიჭო. დავითს ეკითხება აჩიკო. ვინ არის შენთვის ფავორიტი ქართული იუთუბერიო ამჟამად? მე მგონია რომ ფავორიტი იუთუბერი შემოსვლამდე მახარა იყო. მაგრამ რაღაცები შეიცვალა. კი. შენი ცოდნა რომ გამოამჟღავნე რექში, აუცილებლად. რაგში არა. არა. თუ გინდა რომ გაგისწორდეს მაცადე. მაინც მახარა. მაინც მახარა, იმიტომ რომ თავისთავად გთმები შეჩემა. ბოზიშვილი, ალ ვინმე გადმოკიდებული. YouTube-ის ყურება დავიწყე საეჭოზე რა. ნელა არ მომამტრიო, მახარ ნელა ჩამოვა. ეხა გავიგე ვაფშე, გაიგე ხელში ძალა. მე თქვენ ახსენს გადმოვიდი. ამასაკ ესე ძალა შეჩემა. ეს არა, განახე. ტექნიკური ის არის ბათ რა. და ეხა სხვათა შორის ისიც მომწონს გიგი on the road-ი. სამოგზაურო ხო, კონტენტი. სამოგზაუროც მევასება. გიგი რომელია? ქერარო. სოსოროჯობია? გიგი ხო ყავდა თო იყო. ისიც გამისწორდა მახარა რო იყო ინგლისურად რო ბაზრობდა ძალიან მაგრა ბაზრობდა რა. ჩასული რო იყო და რაღაცა. არა, ვერ გამიყავ ევროკავშირის იმაზე იძახი თუ რომელი? ზანზიბარში? იმიტომ ორი დღის უკან ევროკავშირის შეხვედრაზე იქ. ანუ მახარა წინასწარმეტყველას ვიტყვი. მისტერ ბისტი გახდება ამერიკის პრეზიდენტი რა. აი მას ვიტყვი აქ. ტელევიზიასაც არ უყურებდი და. არა, ეს მარტო ჩვენ ხო, აჩი, ანუ ჩვენო გავჩუნდებით, მაგრამ მე რო ჩვენ ხახს უთხარი. ისიც ის სექტა, ის აჩი ყავს, აჩი აგულიანებს. რა კიტოა ეს? ხელს გადაგიწევ იმას ვიზა, ამას ვიზა. შეინჯერია. ეს როგორ გავჩერდეთ ანახე. თამაშები დაარეგულირე. შეჯიბრი კალას და მახარას შორის. რიგრიგობით ჩამოთვალეთ დღესდღეობით ტოპ 15 რაგბის ბაზარი შეჭება მე წავაგებ რა. წაიკითხებო კალასთან? რაგბის გორგოზილა პირველს მე წაიკითხებოლომდე. მაინც ვიტყვი რომ პირველი ნათქვამი მქონდეს რა, რომ მეორე არ გამოელით. პირველი ვისაც ამოვე ტოპ 15 რაგბის ნაკრებები. პირველი ვისაც ამოეწურება წაგებულია. დამარცხებული უნდა მიიღოს დავითის მთელი ძალით ნასროლი რაგბის ბურთის პასიო. კიდე კაი მახარას ნასროლი არა. აი, შევაჯამებ ხა რა, და არ წავუკითხეთ, ნუ ტოპ 15 ქვეყანა ნაკრები ანუ ამ წუთისთვის რეიტინგში რომელიც არის ამ წუთისთვის ტოპ 15-ში რა. ვისაც პირველი ამოეწურება, უკან გავდივართ. დავი, საქართველო. სწორია. ზელანდია, ახალი ზელანდია. სწორია. დავი, ჩენიც ხო ზუსტად. რო ჩავხედო. კაი. 12-მდე ვიცი. კაი. 30 წამოკლე ჩამოთვალო? ერთი უნდა თქვა შეჩემა და მე ვამბობ ისევ. არა, ხო შემეშალოს ჩამოვთვლ მე რა. არა. ავსტრალია? თუ თქვი. ავსტრალია არის და თუ თქვი და არისო. არა, იდი ნახო, რა თუ თქვი და არისო, რა წესია, ბიჭო. მოიცა, ანუ ქვეყნები უნდა ჩამოთვალოს და ეხა ჩამოვთვლი მაშინ 40 ქვეყანას. არა, შენ იგივე ჩენა არა ხარ. არა, მართალია. შენ სპორტის კომენტატორი ხარ, მე შემიძლია ვიყო. ერთი წუთი. ყურადღება. ერთი შეცდომის უფლებას მოგცემთ რა. всё. გამაურდა. აი ის არა, სამხრეთ აფრიკა. ირლანდია. ნიდერლანდები. ირლანდია, ეს ეგივე რა. რას რომელს ამბობ? ხა რავი. ირლანდია. არის. ინგლისი. ინგლისი მაგარია. უელსი? ამბობ? ხო. არის. არგენტინა. არგენტინა არ არის. არის ბიჭო. არგენტინა არ არის, ანუ უნდა მოსვათან იცი ხო 15-ი. იწურება. მინი. ისინი არ არის, კუნძული რო არის. ფიჯის კუნძული არ არის? თქვი, პასუხი დააფიქსირე. ფიჯი. არის. ფიჯიც არის ბიჭო. შეგამოხდებო. სადაც გამოიწები ეხლა. ტონგა ხო არა? აღარ აქვს შეცდომა. ხო. აი ხა უნდა სწორი პასუხი თქვას. რამდენი წამია გასული? მანამდე მე თვისმავთ. აი არ ნუ ეხმარები ძმაო. მე გადმოვიფუძე ნერვებზე. საფრანგეთი. გასული არ იყო დრო შეჩემა? იტალია? რო დავაფიქსიროთ რომ დავითმა თავის საყვარელ იუთუბერს უკარნა ხა? აი ეს რო დავაფიქსიროთ. იტალია პოსა პიცის გამოვთქვი. ორი კაცი მეტამაშება აჩიკო ხა, ნუ.
ეხლა რაღაც ეჭვენ პარპორემან სპორტულმა ჟურნალისტმა ჩაიჯვა იტალია თქვი? რაგბი განვითარდა ძალიან ბოლო წლებში იაპონიაში და ვიტყვი იაპონიას. ჩაითვალა მე-13-ზეა იაპონია. ჩაითვალა რას ქვია? მე-13-ზე. მე-14-ზე რა არის? ჰა? მახარ გისმენთ. დავით, შენ არ გისმენთ. მახარას უსმენთ. იტალია მქონდა არ უნდა გადამერტყა და ამას გადაარტყი, აი. ეხა იქ და გადაირტყი. მახარასი. ჩემი არა თქვი? კი. შენ თქვი რომ აქ გადამარტყი უაგერო და ნაკრებით არ გითქვამს. გააკეთე, რას გითხარი? ჯერჯერობით არის. მე მგონი ყველაზე მაგარი პირველი ადგილი არ გითქვათ. პირველი არა. ითქვა? რა იყო პირველ ადგილზე? მესამე ადგილი? აჩი რა არის რა იყო პირველ ადგილზე? სამხრეთ აფრიკა. ეკენ ბიჭო გაყოფილები ხო? აი, მახარ. გავიდად რომ ხო, რეალურად ბევრი აღარ დაგჭა, არ მგონია რომ გამოგეცნა მე. არა, რთულია რა გამოვიწა. გამოგჭათ ახალი ზელანდია იყო? ახალი ზელანდია იყო. მაშინ ბიჭო, ბერლინი უნდა დავაწყო. პორტუგალია გამოგჭათ. პორტუგალია. მე-15-ზეა იქ. აგეურა სტატისტიკა აქვს. მე-15-ზე არის თებერვლის მონაცემები. დავაწერო ბერლინი შეჩემა რა, ეხა მივხვდი. ნაცრისფერი ხოა. ბოდიში წააგო მახარამ ხო? ხო, მე რას ვაკეთებ? უკან გადავინაცვლოთ ეხა ორივემ თქვენ ორმა. და მე ესე დავით არ შეიკავო თავი რა, ოღონდ რა, მთელი ძალით, ფეხით მისეს. რაც ძალი. შენ ნაპოზა გაიგე, კაცი ჩემზე ხმა. არა, სახეში არ მესროლ. არა, სახეში არა, ხელში რა, პასი, ოღონდ მთელი ძალით რა. მოიცა, ეცოთი ხო ჩანს ყველაფერი? აზია, დამოწყოლე. ძლივს ავაწყეთ, ბოძიშვილი. მთელი ძალით. ხელი ეგრე გიჭი რა. ჯე პროსტა ისროლ ეს ცოტი. ზო იგივე ნაი. ბიჭო, რატოსლა? რაკეტა, იც დადიოდი. მე მგონი დაგინდო. ეგეთი ეჭვი. არა, აკრეფინა, შეჩემა, შევრინა. იმისავით ისვრი ხომ რა ქვია? მე მგონი დაგინდო. ეგ სიტყვა ნეტარო, სამედიცინო სფეროდან ამოიღეს. ვერ ავხმარობ მაგ სიტყვას, ისე ძალიან მიყვარს. ჩახედი აბა ბოლო ეს. სო ეგ არის, ხო რა. ეს ძალიან ლამაზია. ასოციაციების თამაში. სტუმარი ამბობს სიტყვას, მახარა და კალა ერთდროულად ამბობენ ასოციაციას. დაშვებულია მინიშნებებით. დამატებით წესი, მახარა და კალას თვალები ახვეული აქვს. სტუმარი მოგების შემთხვევაში მიიღებს ოქროს მონეტას. თვალები ახვეული? მოიცა რა ახვეული ბიჭო, მოიცა წესი შესახებ არამედ ეცა. როგორ არის? მე მგონი ნათამაშები. მომისმინე. მაშინ რენდომად რამე სიტყვა ვთქვათ. რენდომად, ეგეც ჩაითვალოს. კავშირში თუ არ იქნება? კავშირში თუ არ იქნება, ეგეც ჩაითვალოს. სიტყვაზე რა. ერთ ჩაგითვლით ეგეც. კავშირში თუ არ იქნება, მაშინ ეგ სიტყვაც ჩაითვალოს. ერთ ჩაგითვლით ეგეც, ერთს. აუ. ერო შემოვიხვიო რა ვიცი. BDSM იწყება და. აუ რა, რა წითელი მომაწოდე რა. მახარ შემოვდივარ კაბინეტში დგახარ შენ. მიდი ძმა. ვერ ხედავ. აუ რა. რაღაცა კალა შემოდი ჩემში. ეხლა მე ტრაქტორზე გატაკე. ენერგიები გამოუშვი. მალე იქნება. რა არის? არა უხვევია ჯერ. რანაირად იხოთ თვალს? რავი რა. შეიძლება და. აჩიკო, კარგად არის? კი. რამდენი თითია? ბიჭო, მოსდე სამბარში, რამდენიმე ასო იცი კალა. ხარ სიტყვას. მიდი. ინსტრუმენტი. წავიდა. გასაგებია, იგივე ლოგიკით, კალა. სამამდე. მოიცა ერთს დაბლოკვა შეგიძლია. მახარ ამ რაზეც ვილაპარაკეთ? ხო. დაბლოკვა შეგიძლია თუ ხდები რამეს რო ანიშნებენ ერთმანეთს. ეგ სიტყვა შეგიძლია თქვა და ვეღარ იტყვიან მაგას. მიდი დაიწყო. 2 3 წვიმა. 1-0. რა წვიმა? ეს არის უდიდესი ინსტრუმენტი. რა, წვიმის კაპუნი ხმა. ამათ მაყა. აბა ხელი აღვიხვიე ძმაო თვალები. შენ წესებს გაყრავ, შენ მეორეზე აღარ გექნებათ. კავშირში უნდა იყოს სიტყვასთან. 1-0 არის, მაგრამ აღარ გვაქვს. კავშირში არ არის და. გავიგე, მაგის უფლება ხო ერთხელ გქონდა, ხო თქვი? რახან გაურთულე ერთხელ მივეცი, მაგრამ მეორეჯერ აღარ გექნებათ მაგის შანსი. ორამდეა დავით. აწინო. კავშირში უნდა იყოს ეხა რასაც იტყვით. თამაში ხო ხვდები რომ აქ ჭამას და შეჭმა ის მიდის ბიჭო. ოქროს მონეტაზეა ბაზარი, ხო ხვდები. თითქმის ლექსუსი რა. გავიდა. რა მარტივი პიანინო, რა მარტივი სათქმელი იყო. მოიცა ეცოთ. ეხა კალა იგივე იმ ლოგიკით, ეხა კალა. გაიგე? ხო. ისა, ასო. მიდი. აზრი არა აქვს, ეს სქემა თუ დავაგდა, ყველა წაგებულია ვაფშე. კავშირში უნდა იყოს იმ სიტყვასთან, რასაც დავითი ხო. იტყვის. თავი. 1. კალა. მოიფიქრო ჯერ. თავი. თავთან. მაიცა.
ხო, კაი, სად ვარ? მიდი. 1 2 3 თვალი. ჩაატყი შეჩება. სადახარ? აი აქ. ეგ არის, კალა, ჩეთია. თან ისეთი რომ აი მენა. მოიცა როგორ? ეყიდი ნახვი, როგორ და იმა. თავი და თვალია. შვილი ბაბა სწავლდა, მიდი ბიჭო. მოვიგე ჩეჩა, მოიხსენ. მოვიგეთ, ხო? აი ხოძე ვიყავი. სამამდე არისო? არა, სამამდე არის, მაგრამ ორზე უკვე იქ აგებ. არა, ორ მოგებამდეა. ორ მოგებამდე. სამამდეა. რა სქემა გაქვს მე ვერ ხმა არ მოიღო, ხმა არ მოიღო. ჩემი შემოშავოს სქემა, ჩემ ზართ ვიყავით. ან წინასწარი ყავით არა, შეთანხმებული? რანაირად ვიქნებოდი წიასა. თვალი, თავი. ხო არის კავშირში. თზე უნდა იწყებოდეს, ხო? და ახლოს უნდა შენ იყოს. გახსოვს ეს ბიჭო, სქემა? მილიონჯერ თქვა ეს სქემა ხმამაღლა და გაგიგო. აი გაჩუნდი, შეჩემა, რა თუ წვალ. სამწუხაროდ. როგორ გადახეთ? აუ ბიჭო, როგორ მინდოდა რომ დავით, იმდენი რაღაცა აქვს მოგებული რომ ჩვენთან ო, რაღაც მოგვიფხიკე ცოტა ძმაო. ეგოქროს მედალი ჩამოვდა ხელის გადაწევაზე. აუ, მეთქი ბიჭო რაღაც. არა, მე ხელის გადაწევაზე გავაორმაგოთ. როგორი შემოთავაზება. გავაოთხმაგოთ. არა, ხელის გადაწევაზე მე მეშინია რომ ხელი არ დაგიზიანო და სათამაშო გაქვს და მაგრამ მახარამ თუ გადაწია? ანუ შენ თუ გადაუწია ოქროს მედალს. მახარამ თუ გადაწია? მახარამ უნდა გადაწიოს. გავაორმაგოთ ხო. შენ გავორმაგებ და ორ მედალს მისცემ? ხო, თუ მედალს თუ არა, სხვა რამეს მის. არ მინდა ვახუბლება არ მინდოდეს. რაღაცად ვიყურებ პოზიციები. არ მინდა შენი მოცემული გაორმაგებული სხვა რაღაცა. მახარ შემინდა. უთხარი რომ ეს ოქროს მონეტა ორივე სია და მე არ გადავთ. ანუ მაგ ჩელენჯში არ ჩამოვიდა. 2 ცალი თუ არის 4 ორი მონეტაა? 4 შეხვდება. სეზონის ბოლოს. ჩა მიდი ბიჭო რა გეშინია. მიდი შეჩემა რა. არა, როგორ ევროპა აზადნე შეჩევა ეს. ევროსპორტის. ევროსპორტ. ევროპა ბეთ სპორტის მონეტები მე რანაირად თავიყო ჩემ პასუხისმგებლობაში, ბიჭო. მე შემიძლია აი ამას დამოვდივარ. ეგ არის შენი? ჩემი ხელმოწერით აი ამას გატან. მართლა გეუბნები, მომენა ხელი უნდა მოვაწერო ამას, წაიღებ ამას. თუ გადაგიწევ. თუ გადამიწევ. ხო. და შენ თუ გადამიწევ რა მე თუ გადაგიწევ, როიალს მოიტანო. ბაზარი არა. შეთანხმდით? იმას არ შეამოს როიალს ვერ გაიგე. ანუ მთელი მას როიალს? როიალს მოიტანო. ბაზარი არა. პიენოს ატან ბიჭო? რა გავაკეთე? ანუ ბოლოჯო ხედავ პიანინო. ხო, რა გაგიხარ. არ მინდა არა პიანინო. რა შეცავთ, ჰა? რაგბის ბურთს ეძებენ შეჩემა. რატო? ყალა რომ დაინახა თავის ცოდნით, უბრალოდ წავიდა რა. გახვედი შეჩემა და რაგბის ბურთს მახარამ პირიცის. მახარა სამახსოვროდ, ანუ რო ახსოვდე ვინ ხარ? ბაზარი არა, მახარ. მე ხო უფრო მეც და მეც მიაღწევ და მე უკვე ფულადი პრიზები რო იქნება, მე შეგეხმის. კაროჩი, აი, ქეონები ჩემ ხელში თვა, რამდენი კაცი ჩემპიონი გახდა. ისე ფულზე არ გიკითხია ახლა როგორ. ფულზე არ მეკითხია, არ არის ეგეთი ტიპი რომ ფულზე ვკითხო რა. გაჭირებული რაღაც ლექსუს ყიდის თავი და მალე. აქეთ გამომართოს მე შეჩემა. ისე რაგბთან დაკავშირებით. მადლობა ძალიან დიდი. ის თემა რაღაცა აღარ გამიგია დიდი ხანია. 6 ერის გაფართოება და ასე შემდეგ და. გააფეხა სხვა ამების გაფართოება მიდის. გიჟივიც. ფულის თემაა მოიცა ნახე, საინტერესო. რამდენი ეხა მახარას. აი ზრუა, რატოც დავიწყეთ ეს გადაცემა შეჩემა. რამდენია საჭირო? აი. რამდენი ფული გიდათ? რამდენია საჭირო გასაფართოებას? აუ ბევრი. ფულის თემა რა ამბავში არის, რა ქვეყანა 6-ს ქვეყანა ეხა რო აიღო 6-ში ვინცა ყველა შეძრებული არის რა. ესე რომ შეხედო. იმიტომ რომ ყველას ძალიან დიდი ფული აქვს და ჩვენ არ გვაქვს ჯერ მაგნე. ჩვენთან ეს ეკონომიკა ვითარდება. რამდენია საჭირო მეთქი, რა გავაკეთე? ესე ეხა ვერ გაიგებ. მე მილიონერებს ვიცნობ, ვინც ჩადებს. ანუ როგორც სურობ ძალიან მოიხოდოს ეს ქვეყანა ბაზრის ამბავი არ იქნება, ამას პატარა ბაზარი ხართ თქვენ და ამბავი. ეგ არ იქნება, იმიტომ დონით ხო? ხო და დონით მაგრად ვართ რა, ეხლა ფიქრობ მე რომ მაგრად ვარ, მაგრამ
სხვა თემა. რაღაც პონჩი არ მოგბეზრდა თამათთან თამაში რო ის სულ რაღაცა იგებ რა. ვერც ვითარდებით ეგ არის. ხო, ეგ არის ყველაზე ცუდი. მაგრამ ეხა ზაფხულში ირლანდიასთან გვაქვს თამაში. წელიწადში ერთხელ ორ წელიწადში გამოერვე ხოლმე რაღაც ეთი. მაგრამ აფრიკასთანაც გვაქვს. ორი კაი თამაში გვაქვს ზაფხულში. ეგეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. იცი სხვათა შორის რაგბზე ისიც უნდა ითქვას, რომ საკლუბო და სანაკრებო შორის აი ქართულ მაყურებელსაც ვაკვირდები ბავშვობიდან არის ძალიან დიდი სხვაობა. აი მაგალითად ნაკრების თამაშს מחარაც უყურებს, მაგრამ საკლუბო დონეზე რატომღაც აი ტრანსლირებებიც ნაკლებია. არის აი მაგალითად საფრანგეთის ჩემპიონატის ტრანსლირება. არც ქართული არხი არ არის. არ ყიდულობენ. თან ქართველები რო თამაშობენ, ეხლა თან ესეთ დონეზე თამაშობ შენ. აი მეც კი რომელსაც რაგბის მიმართ არ მაქვს მახელაო ტოლვა, ტელევიზორში რო იყოს უყურებ შენ თამაშებს რა. აი სეტანტაზე რო იყოს მე უყურებდი უჩვენე. ნებისმიერ რამეს უყურებ, სადაც ქართველები სხვებს დედა ნებისმიერ რამეს. იმხელა ემოცია აქვს, მართლა გეუბნები რა, იმხელა ემოცია აქვს და ისეთ დაჩაგრული ერი ვარ და ვიღაცას რომ თავზე ვახევთ, მაგის ყურება არის უსასიამოვნეს ესეთი. ხო, მაგრამ აქ არის საუბარი מחარ ქართველებზე კი, შეიძლება ქართველების გუნდები თამაშობენ. აი, ეს ნახე, მე რას უყურებ. იქ და კვირას ქცალია? შეგან 12 რაღაც იმაზე და ეხა იქ რა გინდა, ძმაო, მითხარი. თამაში პატიჟი. ბაზარი არ არის, ბრატ. სადა? ვაკეში. ლოკომოტივი. ვაკეში განავალი არ არის. დავაი. ბავშვთან ერთად წამოვა და ცოლთან ერთად. გამოგიზავნი ბილეთებს მაშინ. ის ნათესაობის უთხარი კიდევ ვიღაცა. ეს 10 კაცი არის კიდე. რამდენი ბილეთს გამოვაგზავნე? იყიდება ეგ ბილეთები? არა, იყიდებას გულისხმობს გადაყიდვა თუ შეუძლია. ვიხდა. დავაი. შენ? მე რავი, ანუ მეცლება. აი, რა უნდა, აი, არიცის არა. ჩემთან ერთ არ გინდა, ვაკეს განახე ფიქრად უბრალოდ. არიცის არა. დაგათვალიერებდი. ესა ბურთია, საიდან მოდის რაღაცები. ბებეს წამოიყვანს. ჰა? არაფერი არა. რა გინდა? რაგბის თამაშზე ნამყოფი ხართ, მაინტერესებს კალა და מחარ. გოლში. მე ნამყოფი არა. სტადიონზე არა? გეტყობა ლელო არის შეჭ. ბიჭო, ლელო ვიცი, მაგრამ ეგრე არ გამიგი. მე მაშინ სხვა რაღაც იგულისხმე. მე მგონი შენ გაგა ლელო არის ხო გააქვთ. ზემოთ. ფეხბურთზე ვარ გოლში, რომელზეც ინტეგრირებული იყო რაგბი რა. ფეხბურთში ვარ, ესა გოლში ვარ ფეხბურთზე ნამყოფი, სადაც ინტეგრირებული იყო რეგბიც. რაგბი. ერთ თამაში, აი ეგრე რა. ცუდ თამაში იყო, ანუ და ცუდი არ იყო რა. ძალიან ცუდი. ხუთაისელები იყვნენ, მე მგონი ჩამოსულები. ოღონდ ჩხუბში გადაიზარდა როგორ იცი? ხო შეიძლება რომ ფეხბურთელები ხო ძირითადად გადიან ხოლმე რა, ჩხუბი როა ხალხ შორის ფეხბურთელები გადიან. ბიჭო ახლო არის სადაც ეგ სტადიონი იყო მარშრუტკების გაჩერება. მარშრუტკის ძღოლებიც მოდიოდა. ანუ მარშრუტკის ძღოლებმა ქუთაისიდან გორისებიც იმათმაც დაუშვ. მთელი ქალაქი შეჩება ის ინერციით ჩხუბობდა რა. აი თლიანად ქალაქი ჩხუბობდა ბაზრის ტერიტორიაზე. და იმის გამო რომ სუდიაში აგინეს პროსტა. იქ ჩხუბები ხდება ხოლმე ეგრე, მე მგონი არ ხდება, ხო? აი საფრანგეთში მაგალითად. არა. ძალიან დისციპლინირებული. ეგ გორშია საგიჟეთი თორე რეალურად. მარტო გორშია, მარტო გორში. ხო. მადაჟე მე მგონი ხო შენ ეგა თქვი მარტო გორშიო? კი, მე მგონი მართლა ეგრეა, იმიტომ რომ თამაში არა მე. კი. მე რა ხდებოდა? არაფერი. აგას გეუბნები. ხალხი არ იყო, ვაფშე არავის არ აინტერესებს. კიდე კაი, გადაჭედილები ხართ ჩემ. არ იყო ხალხი ჩემ. ხალხი თუმა იქ მოსულია განასაყურება. თუ ვიღაცა გაპიზდონ ბოდიში, ანუ იქიდან სამოდიან ხოლმე რომ იქით ვიღაცა გაპიზდონ რა. ვაფშე სელვა ხესმა ძალიან მომწონს ეგ რა. დაპირისპირება ჩხუბში გადადის ხოლმე და ორი კომაგი რო ერთმანეთს დღეობა რო გადადის. ეგ ვაფშე შეჩემა თამთვრალი ხარ, იქ თვრალი არა ხარ რა. მე შენ დავადების დღეზე რომ მოვედი ამ ეხა რო გქონდა, მიფიქრე რომ ეგ ბოლოს ეგ იქნებოდა რომ როგორ ჭეშმარიტი გორელი ადამიანს დავადებს და ბოლოს გადაიღზდებოდა მაგაში. ძალიან წესერად დავიშალე. მოდი ეს დღეობაში წავიდეთ, სადმე შეჩემა. პროსტა ის ავიდეთ და წავიდეთ რა. და ვიჩხუბოთ ბოლოს? არა, იქ იქნება რა. სადმე წავიდეთ რა. კაი, ბაზარი არა. ჩემი. როგორ სოფაში იცი, აი ჩამოვიდნენ. ეგრე რომ მაგას გეყვა. არა, თბილისელები ჩამოვიდნენ. ეგ არის სინონიმი. სინონიმი ხლებჭო. მე ვცადე ხოლმე სუფთა გორელი ვარ, გაუშვი რაღაც მაინც, მაგრამ მაინც მაგას ახლა მოვიდა ახლა. გუას დაგვარიგებს ახლა. და მე კითხება ხოლმე რა ხდება პოლიტიკაში. გორსის პარალე. ანუ ესე იგი, მე ხო ტელევიზიის კაცი ვარ, მაინც რაღაც კომენტატორად მუშაობდი და რაღაც. ესე იგი, ქართული რაღაც უცხოური ჩემპიონატები რაგბის ტრანსლირება და ამბავი არც იგეგმება, არც გაგიგია, არც ყოფილა. შენ რას უყურებდი ხოლმე ბავშვობაში? აი საკლუბო დონეზე რო გინდა. ქართულ რაგბზე იზრდებოდი, ხო ყველაფერი. რობოტა და რობოტურები. და სანაკრებო.
იღბლიანი ბორბალი. იღბლიანი ბორბალი? არა, რაღაც საიტს აძრობდი, ინტერნეტში. ხო, შედიოდი და ვირუსებს რო ყრის, ხო იცი? ანუ ერთს რო დააჭერდა 200 გვერდს რო. ვირუსებს რო ყრის. ეგ არის ცენზურული პორნო საიტები. შენ მანდ გიყრის, მაგრამ არა, სავშვია ჩემი კომპიუტერით, მაგით. ჩვენ სპორტის მოყვარულები. თან ძართულ რაღაც ინგლისური ხარ ვიცი და ხელს ხო გიშლი ხომ? რამდენჯერმე ხوار გაგაწყვეტინე რაღაც რო ამბობდი. კი. და ბოდიში მაშინ. ბიჭო. რამე მაინც ვიცოდე რაგბზე. ნუ კიდე გასაგებია რომ აი ეს რაღაცები ხო ვიცი ხა. ბიჭო, მე აჩიკო ვერ შევაფასე სწორად. მე აჩიკო მარიცოდა. მე დავდიოდი რაგბიზე მაგ შენ აჩიკო ხა. ხალხთა დღეს გილოცავ დღეს. აუ ხალხთა შე როგორი ზახ შეჭა. აჩიკოს ხალი ვარცემესო. რა დისკრიმინაცია. ბიჭო, სხვა რაღაცა უთქვი, ვაფშე ვერ შენ მიყრის შენ ანუ აი ეგ ბალანსი რო არ დაიცავ და შენ არ დაუში რო დაიკო აი ხა შენ ვეგავი ჩემი დე ბიჭო, სხვა რაღაცა ბალანსისთვის რო უთყავ პროსტა რომ კაცთა და ქალთა შორისი ბალანსი მაგით დაიცვა რომ კაცემა ხალი იყო არასემი და მან დაუშა რომ მე ნაცემს ხوار დაადექი აი ბალანსი ეს არის ეგ ხوار ფილმებში რა შეუშოშო მიუშვათ მიდი მახა მე მივიშვა შეშე ანუ დიდ დიდი ბოდიში ქალბატონებს სხვადასხვა გამიკვირდა ტოპ 15-ის ნაკრებები რო იცოდი შენ მაგრამ მიკანახა შეჭა მართლა მე იტალია გავიგე და შეხები შენ ყველა მიკანახა აბსოლუტურად ყველა მიკანახა ბიჭო ფიჯიო რო თქვა კი გამიკვირდა და ფიჯი მაგრამ მე ეს არ დავიწყე ეს კუნძული როა რა ქვია ვიცომა ფიჯი რომეს გაზარი იყო ეგრე ხო და წვიმა მიკარნახა მაგრამ და ეგრე გამოვიცანით არა წვიმა თავიდან ვიცოდი თუ დავიწყე ბიჭო ფიჯიზე მაგრა და არ დაეჭვდი შენ ფიჯიო და მეთქი აი מחარა ფიჯი ვაფშე ქვეყანა როა იცის თუ აი რაღაცა მან წავედი და ხან კუნძულები ფიჯის კუნძულები შეჭემა აი იმიტომ რომ ის არის ფიჯის კუნძულები ნაყოფია თავით არ ველოდი შენგან ესეთ ზონში დანის ჩარტყმას აი სტუმარი გამოდექი რა მე არ მეგონა რომ ამდენ ლაპარაკებდი არ მეგონა მართლა რაც ლაპარაკი ისიც გვერდზე მიკროფონში დაანის მიზანა რა ამდენი მართლა აი პოლიგლოტი პოლიგლოტი ფრანგულად ლაპარაკობ ხო? ალბათ ხას ესე უბრალოდ იცი რა კისკოსი ესეთ ფრანგული თუ იცია დაჟე რა რიცი ბონჟურ გამარჯობა ოფიციალურად სად არის ისეთი გამარჯობა სალამი გამარჯობა ხო ჩემი ძვაკაცი ბაზრობ შენაირად ზუსტად მე იცი რომ დავდიოდი სკოლაში რომ დაიწყო არჩევა საგნების მე მიმიყვანეს და მითხრეს რომ ყველა 30 კაციდან საგნები ლაგდებოდა რუსულზე იყო 10 კაცი სულ იყო 35 ბავშვი ინგლისურზე იყო ხო ინგლისურზე იყო 12 თუ 18 თუ რაღაცა რა ინგლისურზე და გერმანული რაღაცა და მე ფრანგული მინდა თქო რა იმიტომ რომ სულ სამი ბავშვი ვიყავი და იქიდან გაპარვა მარტივი იყო ეს ფრანგულის მასწავლებელი გამოდგა როგორი ყვერებიანი ქალი იცი და პატრონს ვაფშე ცოტა ვამართ კიდევ ერთხელ ანუ შოდა კი არა მას თავში მივწყავდა და რაღაც სიტყვები როგორ კარგად ვიცოდი გამომყვა რაღაცეები პატარა ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო რა დავით სამი შეკითხვა თუ შეგიძლია დაუსვა מחარას და თუ სწორად გასცემს პასუხს დავიჯერებთ რომ ფრანგულად ზე დადიო შეჭა მეუბრები ხარ ოღონდ ეს აჩი გა მაკრონი იყავიო მე კი არ მithქვი მაკრონი არა ის თქვა მარტივი პასუხი თვითონ დავითმა არ უნდა უპასუხოს ანუ ართან არ უნდა უკარნახო ისე უნდა გითხრას ამაზე ხა აქცენტი ექნება ფრანგული ვერც გავიგებ შენ უფრო გორულ აქცენტზე მიდი კაი si oui comment ça va macha ნიჩიო რა არა ეს გაი ნიჩიო რა ესე გაუკეთა თან და რაღაცა და მიხვა ეხა არა კომასა ეგ როგორ არ დაიცოდეს აი მიგცა რავი კიდე რა კითხო დაწმობა ხო საფრანგეთში ჩადიხარ ხოლმე qu'est-ce que tu fais après რატომ თურისთვის არა qu'est-ce que c'est რატომ არ არის არა ეს ხო გამეორებოდიში კეცაში ასო ხო არ მოვარდა ეგ qu'est-ce que tu vas faire après არა ხო არ აფრენო რა აფრენ მაგას სავარაუდოდ კითხავდა ხო აფრენ იმ სამი შეკითხვად მეც ერთი ეგ მექნებოდა არა ახლა ორიანი დაჯექი რატომ არ არის რა მკითხება რას შვები გადაღების მე ისე ისევ გარეთ უნდა გაგიყვანოს და გაგძუყო
საერთოდ ჩემი ფუნქცია ამ პოდკასტში გახდა ეგ, რომ სტუმარმა מחარ არც ემოს ხოლმე, ანუ ძირითადად რაღაცა მინდა რომ გადაგეფარო. ზე ჰალსტოხი. ხასტო ეგეთ გამოთქმა არ არის და თუ გინდა პირდაპირ მაგინე შეჩემა თუ ხატოვნად გინდა თქვა ბიჭო просто яуда ჩემთვის ხო ზივაში მე მგონია რომ აჩკო მოკვდება ერთ თვეში აი იმ კაბელებით რა იმიტომ რომ დარწმუნებული რა შენთვის ვიხარ მე ვიძაბები ხოლმე მართლა რამდენჯერმე სტუმარი ისე გარეთ გავიდეთ რაღაცები ყოფილა რომ მეთქი מחარ ეხა არც არ მომიკლან ვის უცემი ვარ შეჩემა რომ ამამცემოს ეხა აი პიანოზეც ნერვიულობდი რომ არ დავკარგო ხელს აპოსტო გადავწიოთ ხელი ჩემ ხო ეგ დავამთავროთ ეს რეგბისტერ გევა სარიელი სიტყვები ეწამე რა სასწორზე რა დევს რომ გავერკვი ასო სიცოცხლე დავდოთ თუ გინდა პიანინოში მოიგებ და ბაზარია მეც მაგას ვფიქრობ აი თუ და როიალი מחარა თუ მოიგო מחარა არ მინდა აი რატოა არა როიალს მოვიტანო და თუ מחარა მოიგო ხო თუ מחარა როიალს მოვიტან ეს არ მინდა რამე სხვა შემომთავაზ რამე სხვა შემოვიდა ერთი კითხვა კიდე შეიძლება აი ლიონის სარაგბო გუნდს ეხლა ცდილობ გამოასწოროს დადიხარ ხოლმე საფეხბურთოდ ლიონი ისინი ჟორჟიც ხوار მოდის ხოლმე შენ ხوار მიდიხარ რამე კავშირი კვეთა აქვს თუ არა ჩვენი კაპიტანი ეხლა ეს ყველაფერი მიყვარს და ვერ გავატა ეს მე რო ლაპარაკობ ხომ ეს რაღაცები ხდება ლიონის კაპიტანი ვინც არის ეგ არის ანტონი ლოპეზი რო არის ხო იცი მე კი მაგის მაგარი ბრატი რა ხო ბრატია მოის გია ჯაჯანს გავხდი ისტორიას როგორ ხოლმე საჩუქარ ნივთებს რა ძმაკაცი და მოდის ხოლმე ჩვენთან თამაშობს და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს და უთხარით რომ ჟოხში თუ შეუძლია რომ მოვიდეს რა დავპატიჟეთ და არ მოსულა რა ვიეთყობა არც არლია და ისე ჩვენ მე არა რა ბექ საღინაძე და ირაკლი აფცეული იყვნენ მისულა ესენი არის თარწმუნებული ვარ ეს ჩუთხელოსანზე იმაში საფრანგეთს მოკლედ დაუბომბეთ ქართველებმა როგორც თავიზოზე რუსეთი შეჭი მე არ შემილია ხანდახან შენთან ესეთ ხასიათზე თუ არა ვერ შევდივარ კონტაქტში ჰა ბიზნეს რა ბიზნესი არა ვაფშე გასხივოსნებული ხარ დღეს ხო კაია მე ცუდი არა რა ცუდი როგორ არის რატო არ გასხივოსნებული კი არ ვიცი როიალი შევამციროთ მე მგონი როიალი ძალიან ის არის რამე არა თუ მინდა რავი შემოვა სხვა რამესაც რა იმიტომ რომ ჩემი თავისი მენდი მაქვს დაჟე სულ ერთია დავაი მაშინ გადავეწყოთ უცებ დავაი ეხა მიხვდები რას ნიშნავს ოცნების კოშკი დაენგრა ეს ის ბიჭია რა ჟანზე რო არ არის წეღარო თქვი რომ ანუ რაღაცა ცოტა უხერხული დასადგომი არის მაგრამ მე იმას ვქენი ორი კვირა ის მაქვს ახეული ეს თუ გააცურებ ხელს არა გადაგიკრავთ ეს მთელი ტანი გაწოვა მე არა უსწორდები რა ყურადღებით იყავ 1 2 3 აი რა გავაკეთე აუ ბიჭო ბოდიში მოიცა ესე დავწერო რა მეკი ესე აუ ეს ვიყო ბიჭო აი ავიდა 1 2 3 მახარ არ დაგივდი მახარ არ არსებობს ხო ნახზორმა ხელს აი აგავაკეთო პიანო რო შეუფუთოთ თუ შეიძლება რა ერთ დაჩეკი რა მიგა ბიჭო თუ ეზარება პიანინოს წაღება სიმბოლურებიც გვაქვს არ მინდა მე ეს დაიწყე არ მინდა პიანინოს კარგად უკრავის და ვერთობი წარმოიდგინე მე ყოველ განაცემაში ვიტყვი ხოლმე რომ სამწუხაროდ დღეს მუსიკა არ იქნება იმიტომ რომ წავაგე მე ძალიან მიხარია გამბავი თუ წაიღე პიანოს მართლა რო იცლება აქ რაღაცები მე ძალიან გამიხარდება მომენტ დავით თუ არ რა პირველი რენდომის ხუთს გაგატან და აქ ფული რომ მოაგროვო ახლა რამდენი პროცენტია შენი მანჩადებული ფულიდან წერს ეხლა მე ბიჭო აქ ვერ ჩაეტევა სამწუხაროდ გასული ჩაეტევა კარგად ძალიან დაანებით ხო 20000 მაქსიმუმ 30000 ჩატივა პროცენტი რამდენი დამიწერი ვერ ჩატე მახარა ვერ ჩატე $30000 არ ჩატე შეულებრივად 100 ევროიანი $30000 არ ჩატე 100 ევროიანები თუ აი გავამაზ აი მანქანას რო გაყიდის რომ მათხოვე ფული შეგიძლია ვერ მოკეცავ ხო გავადით ბოლოსკენ აჩი გიწევს რომ ესე მოკეცო ორად რომ მოკეცო სიმაღლეში იწევს იმიტომ რომ ესე ვერ ჩატე ვერა სიგზეში გეყოფა რა ფული გიჭირავს ხოლმე რაღაც რითით მოძრაო $100 ხო არის ესე აქ ხელა კუსობს აქ ხო ვერ ჩატევ გიწევს რომ გადაკეცო რომ გადაკეცავ ამ ადგილს იკავებ მე ანუ სამ კუსოქს ვერ ჩატევ
თუ კიდე გავა. რა სიძახი რომ ფულზე როგორი თავდაჯერებულია. 10000 დოლარს ვერ ჩატევ. 10000 ესე რომ ჩადო რანაირად ჩადე? კუთხეში. ეს ხო ვერ დახურავ მე. ძალიან საინტერესო საუბარია, აი ძალიან გაინტერესებთ მაყურებლებო. ვისაც გაინტერესებს გამოიწერეთ არხი. სეიფიდან 10000 დოლარი გამოიწე. ვერცა, კარჩე რო ჩატევ სულად გადავუგე და ჩამიგდე. ცოტა შორი და რო იყოს და ჩანდეს სადებს. ძალიან დიდი მადლობა დავითს, რომ გვესტუმრა ამ საგიჟეთში, ოფიციალურ საგიჟეთში. აი ბიჭი ხარ მართლა, წავწევ ისე ფეხბურთში. ნაპოლიში. ის არის რა. აღნიშნა არ გაქვთ ხოლმე? რის აი ლელოსო დაძებს ფეხბურთში. მეათე წუთზე რომ ეკითხა, ეგეთი კითხვაა რა, აი მე ჩემსოს უძღვნი ხოლმე სხვა მთელ გოლებს? გოლებს არა ეს ლელოს. ბიჭო, ახლობეს საკ ბავშვის დაბადების. შეგიძლია ერთი ლელო. რაციდია. ვიდეო შეწერა ხო ძალიან ცუდია რა. აუ ბიჭო, იმიტომ არ აგზავნი ხოლმე. მე არ ვაგზავნი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია, მე ყველას ვერ ჩაუწერ რა. ხო, როცა ვიღაცები მე თან გთხოვენ, აი იცი რა, ეს კი კაი, მაგრამ აი რო დღეხარ, რომ აი რაღაცას გისწორებენ ხოლმე და აი ბოლოსკენ კალა გაიყვანე ბოლოსკენ. ჰა? მე დავამთავრო? კი, კი. ყოველ დღე კალა რამდენჯერ ეს შევასო, რამდენჯერ გააკეთეს, დღეს ძალიან გააკეთა, კალას აიმას დავხატავ რა. პატარა ფალოს დავხატავ თითო ნოტოზე. შენი აზრით მიღეს თუ არა აქ მუშაობა? არა, მიღესა. ბიჭო, რაგბისტი რაღაცას რო ეთქვი და რატო გებძვის ვერ ხვდები ხო და ანუ რაღაცა უკითხე და აუ დღე ასე შემოხოვული ჰაუსტუხი ვარ პირიქით წავიდა ანუ ბიჭო რამე აზრია აქ რა წავედით დაგემშვიდობით მადლობა ბრო მანქანაზე შეგეხვიანები არა კალა საქართველოს ვაფშე აი YouTube სივრცეში ვინც კი არსებობს კალა არის ჩემთვის ეხლა კარგად იწყებს შევა ძალიან ცუდად დაამთავრა ნომერ პირველი კი არა ადამიანი რომლის გამოც სიცოცხლეს სხვა გაწირავდა ალბათ კიდე მე ვერ გავწევდი იმიტომ აი მან სხვა რაღაცა მერთვია მაგრამ სხვა ნებისმიერ ამას გავაკეთებდი რა აი რომ მითხრა დაჟე გველმა რომ უკბინოს